საღამო მშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე დამოკიდებული გავხდი ისე ველოდები ყოველ პარასკევსო ბატონო გობა თქვენი ანალიზის მოსმენა სიამოვნებს მენელს და აღნიშნა კომენტარშიც. ნადლოა მოწვევისთვის და მივესალმები შენს ყველას. მოგებას გილოცავთ გობა მრავალს დაესწარი შენს მაყურებლებსაც საინტერესო ლაივი გვექნება სტუმრის გამოწერა არ დაგავიწყდეთ ლაიქებითაც მოგეშველეთ იმისთვის რომ მხოლოდ ჩვენ არ ვუყუროთ ამ ლაივს ცირე მასშტაბები რო არ იყოს და ყველამ ნახოს საინტერესოა ბატონი კობას ანალიზი თუ მოგწონთ გადაზიარება და ლაიქები არ დაგგვზარდეთ. უამრავი ინფორმაცია დაგროვდა მთელი კვირის განმავლობაში. მოდი პირველ რიგში დავიწყებ კობა თემით რომელიც წინა ლაივში ახსენე და თქვი კიდეც რომ ეს ჩვენი ქართველი ინფექციონისტები რატომ არიან ისე ჩუმად. და გამოჩნდა ხაკაძის პოსტი და გქონდა აღნიშნული ამ თემასთან დაკავშირებით ცოტა სასაცილოც კი არის მათი მხრიდან და გქონდა ესეთი განცხადება ვარაუდობდი ინფექციური დაავადებები ისევ ბრუნდება COVID-19 გაფრთხილება იყო წერს ხაკაძე გაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით რას მოიმოქმედებენ ესენი შემდგომი ნაბიჯები რა იქნება მათი მხრიდან ამ ვირუსთან დაკავშირებით გქონდა პროგნოზი რომ ჩაივლის ღონისძიებები და შემოდგომისკენ გააქტიურდება როგორც შენ თქვი პროგნოზში შემოდგომისკენ გააქტიურებენ ამ ვირუსს მაგრამ რას ნიშნავს ეხლა ხაკაძის ეს გამოხმაურება და პოსტი შენი ეზრით კი ბატონო ჩვენ უნდა გავიგოთ ერთი რაღაცა, რომ საქართველოს არის ცალკე რაღაცა განყენებული ქვეყანა სოფლიოს გაღმა და მიღმა პლანეტისგან ჩამოცილებული, სადაც პროცესები შეიძლება განვითარდეს სხვაგვარად, ანუ როგორ ვთქვათ, ვითომ რაღაც ვითომ საქართველოს მასშტაბით ხდებოდეს და ვითომ ესე იგი ჩვენთან მოქმედი აქტიორები ბჭყალებში, ანუ ეს შემსრულებლები ამ როლის მოთამაშებელი ხალხი, როგორც მაგალითად ბატონი ხაკაძე და სხვები, რამე ისეც მოიგონებდნენ და ისეც იტყოდნენ, რაც სხვაგან არ ხდება მსოფლიოში. ჩვენ უნდა გვესმოდეს ძალიან ცალსახად და მკაფიოდ, რომ აი მსოფლიოს კულისად მიღებული მთავრობები და მთავრობები კი არა, ჩრდილოვანი მთავრობა, რომელიც აკონტროლებს მათ შორის ჯანმოს და ჯანმო არის მისი ერთ-ერთი ინსტრუმენტი მსოფლიოს ერებზე და ხალხებზე მოქმედებისა ერთდროულად და ანუ სინქრონიზებულად რაღაცა პროცესების წარმართვისათვის და დაწყებისათვის, აი ამისთვის ისინი აძლევენ ინსტრუქციებს ჯანმოს ყველა წევრ ქვეყანას და ცდილობენ ისინიც კიდე დააბრუნონ უკან მაგალითად აშშ გავიდა ჯანმოდან, მაგრამ კიდე არის მიმართვები ახლა აი ტედროსის მხრიდან, ანუ ტედროს გებრიეზუს ვინაც არის ჯანმოს ხელმძღვანელი, მოუწოდებს აშშ-ს დაბრუნდეს ჯანმოში და რატომ? იმიტომ რომ აი მისთვის მათი დაგეგმილი პანდემიებისთვის ამისი განხორციელებისთვის საცილოდ მნიშვნელოვანი არის ისეთი დიდი და წარმართველი ჰეგემონი ძალის როგორც აშშ დღემდე რჩება ასეთად ჩართვა ამ პროცესებში, იმიტომ რომ ამის გარეშე არ იმუშავებს სოფლიო პანდემია, აი მაგალითად კაი გამოაცხადა სხვა ქვეყნებში, მაგრამ აშშ არ გამოაცხადებს ტრამპი და რა გამოვა აქედან ბევრი არაფერი, ხო? ამიტომ ყველანაირი გზით, აი აღარ მოიფიქრებს ჯერ ხო აი ჰანტავირუსი იყო, მე ებოლა გააქტიურეს და ახლა ებოლას ერთ-ერთი პაციენტი ამერიკის შეერთებულ შტატებმა გამოაცხადა კარანტინი და არავის ესე იგი ვინ ებოლათი დაავადებულ ხალხს არ უშვებს აშშ-ში, მათ შორის არც ამერიკის მოქალაქეს. აი ძალიან ესეთი კურიოზული შემთხვევაა, მაგალითად მოვიყვან დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოში დაავადდა ებოლით ექიმი, ამერიკელი ექიმი, აშშ-ის მოქალაქე და რომელიც უვლიდა ებოლას პაციენტებს, ებოლა არის ძალიან მძიმე დაავადება და არის ძალიან მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მოგეხსენებათ, მაგრამ ეს არის ენდემური, ანუ მარტო აფრიკაში იყო აქამდე გავრცელებული და იქ იფეთქებს ხოლმე, მაგრამ აი დაავადდა ის ექიმი, რომელიც ვითომ მაღალი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით მუშაობდა და წესით არ უნდა დაავადებული. ხო, ესეთი სკაფანდრებში არიან და რაღაც თათმანებში და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ დაავადდა. და ამერიკა მას არღებულობს და რა ქნეს გადმოიყვანეს გერმანიაში. ხო, ძალიან საინტერესოა, რატომ უნდა მიიღოს გერმანიამ, ისე და ისევ ბერლინის შარიტე, ისევ ის ინსტიტუტი, ანუ ის ჰოსპიტალი, სადაც მოღვაწეობს ბატონი პროფესორი დროსტენი, რომელმაც საკმაო ბნელი როლი ითამაშა COVID პანდემიის, ასე ვთქვათ, ამოქოქვაში და გაპიარებაში, მათ შორის იმაში, რომ იმ ტყუილის გავრცელებაში, რომ ვითომ ეს COVID, SARS-CoV-2 ვირუსი
ყოფილიყოს ბუნებაში თავისით გაჩენილი, რაც მაგათმა თელესოფლიოს მოახერხეს თავზე დეზინფორმაცია. სიამოვნებაში ეს იყო უხანის ლაბორატორიის პროდუქტი. მაგრამ იგივე აქტიორები, ხო ხედავთ, ხო აი არაფერი ახალი, იგივე მათი აგენტები, სადაც უსხედან, მაგალითად პროფესორი კრისტიან დროსტენი ბერლინში, ეგრეთ წოდებული პროფესორი, მე ასე ვიტყოდი, მის სადოქტოროზე ძალიან ბევრი კითხვის არის ყველა შორის, როგორ დაეწერა და სად არის საერთოდ აღარ იძებნება არსად მის დაწერილი სადოქტორო ნაშრომი, მაგრამ კაი სხვა თემა არის, მაგრამ აი ამათ პირიქით ესეთი ხალხი ურჩევნიათ გამინგი, აი ისეთ ხალხს აღაზევებენ და აყენებენ, აჯენენ საკვანძო პოზიციებში, რომელზეც აქვს კომპრომატი, მაგალითად არასრულყოფილი, რა ქვია მას სადისერტაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დაუმტკიცეს დოქტორობა და გახადეს პროფესორი ადამიანი, მაგრამ თუ კი ის მათ სკოლაზე აღარ წავა, ნებისმიერ დროს დაუდება ამ კომპრომატს, რომ აი შენ ხარ აფერისტი, შენ არ აქვს ნამდვილად არაფერი სადოქტორო დაწერილი და ამდენი ხანი ატყუებდი მთელ საზოგადოებას. ხო, აი გამოჭრელი ყავთ ყურებით და რაღაცა ბატონ ხაკაძეზე შეიძლება ანალოგიურ რაღაცასთან ქონდეს საქმე, იმიტომ რომ ჩემთვის არ ვიცი, სად მიიღო ამ კაცმა განათლება, არ ვიცი რომ საწყის ეტაპზე რაღაც რომელიღაცა ინდოეთის, რომელიღაცა ქალაქის, რომელიღაცა მედრესეში სწავლობდა სამედიცინოზე, ხო და ახლა ქვია პროფესორი, მაგრამ კაი დავანებოთ ახლა ის განხილვას. და უბრალოდ მე რაზეც გქონდეს, აი ყველა ქვეყანაში და ძალიან ბევრ ქვეყანაში ხორციელდება სხვადასხვა სცენარი და სხვადასხვა თავთავისი ისტორიები, სადაც ესე იგი მაგათად რაღაცა რინოვირუსი გავრცელდა, რაღაცა საუბარია სულ სხვა სახის კიდე ვირუსებზე, ხო, რომელიც გადადის წყილებიდან და ასე შემდეგ, ხო. ახლა არის დიდი თემა ებოლაზე და ებოლას პირველი პაციენტი გერმანიაში აღმოჩნდა, ეს ამერიკელი ექიმი გერმანიის შარიტეში და ისევ გვეუბნებიან, რომ არის იქ მაღალი სტანდარტები დაცული და არავის არ გადაედება, მაშინ ამერიკამ ატო არ შეუშვა თავის ქვეყანაში იქ დაეცავდნენ მაღალ სტანდარტებს თავისი მოქალაქეს მოუარეს. ანუ ესე იგი ქმნიან ისტორიებს, ქმნიან ნარატივებს მოთხრობას ხალხისთვის, რომ ხალხმა ყველა ქვეყანაში მაგალითად ჩეხი მოქალაქე ზის ჩეხეთში და უსმენს თავის ჩეხ ტელევიზიას და ჩეხურ ტელევიზიაში უყურებიან მას, რომ აი ჩეხეთში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა მაგალითად ანტავირუსის, ხო? და მე ასე და მე ისე, ხო? ნელ-ნელად და ნაბიჯ-ნაბიჯ, ეს არის სალამი ტაქტიკა, სალამი როგორც ისე ნელ-ნელად ნაჭერ ჩამოუჭრიან და ყოველ დღე მიაწვდიან, ან ყოველ მეორე კვირა ახალი დოზით რაღაც ინფორმაციას, რომ აი ფონად გაზრდებდეს ამას ყველაფერს ადამიანთა, ესე იგი შემეცნებაში და მატერიალობაში შემოვიდეს ეს თემა, რომ არის მუდმივი საშიშროება, რომ შეიძლება ანტავირუსი გავცელდეს, შეიძლება ებოლა გავცელდეს. გააქტიურონ საზოგადოების. რა თქმა უნდა და რომ ყავდეთ აი ამ ინფორმაციული შეტევის ქვეშ, აი target მოდუსში და ეს ფსიქოლოგიური წნეხი და ფსიქოლოგიური რა ვთქვა, აბა ტერორი, პირდაპირ შეიძლება ასე დავარქვათ ამას, ფსიქოლოგიური ტერორი თანდათანობით, ასე რომ ვთქვათ, ამისი დოზა იმატებდეს კულმინაციამდე, როდესაც უკვე გამოაცხადებენ საგანგებო შემთხვევას, ბავშვებს უკვე გამოაცხადეს საგანგებო შემთხვევა ებოლას გამო, აფრიკას შეეხება ეს უფრო სკოლისა და აი ყველა ქვეყანაში ყავთ თავისი ჩანილგილი ხალხი და აქვთ ყველა ქვეყნისთვის პროტოკოლები და პირდაპირ მითებები, როგორ უნდა განახორციელონ მათ ესა თუ ის გეგმა და ესა თუ ის ასე ვთქვათ სცენარი და ამ სცენარს ახორციელებენ საქართველოში ერთ-ერთი ასეთი აქტიორი არის ბატონი ხაკაძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ აი გარედან თავის ასეთი მესიჯებით ამზადებს, ასე ვთქვათ, საფუძველს და ამზადებს ხალხის ფსიქოლოგიას იმისათვის, რომ მოცამოვა დრო მაშინ მიიღონ ის, რაც იქნება მისაღები. აი, როგორც ასე ვთქვათ, როგორც ქაბატონა წინოსამა განაცხადა, ხო ახლა ესე რომ პარალელი რო გავავლოთ ჯარიმებთან და ჯარიმების სახით, აი რა თქვა, ეს ჯარიმების გაზრდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რო გადავიყვანოთ ხალხი, ანუ ესე იგი ჯარიმებს უზრდიან და თან ისნაირ სიტუაციას ხრიან, რომ ერთი კი არა, 2, 3, 4 ჯარიმა აიკიდო ერთი და იგივე თქვა გადაცდენის გამო, ან პრინციპში შანსიც კი არ დაგიტოვონ, რომ ისე გაიარო, რომ არ დაგაჯარიმონ, ისე დააყენო მაქან, რომ არ დაჯარიმდა თან ჯარიმებს ამატებენ და მე ქაბატონი წიროსანი გამოდის, რომ ამასო აი მაქსიმალურად რომ გადავიყვანოთ ადამიანები საზოგადოებრივ ტრანსპორტზეო, ამიტომ ვაკეთებთ ამ ჯარიმებსო. და პირდაპირ თქვა, რომ აი ეს არის ჩვენ აბა სხვა რომ უნდა იყოს მოტივაცია, აი ეს მოტივაცია, ახსენა მოტივაცია, ანუ ჯარიმა ყოფილა მოტივაცია იმისათვის, რომ ხალხი ჩვენ მოქალაქეები დაემორჩილონ მაგათ სურვილს და მაგათ ნებას, რომელიც არის, რომ თქვენ უნდა იაროთ, აი თქვა, ბიდლო რუსულად რო იტყვიან, და თქვენ უნდა იაროთ ავტობუსებით, ტროლეიბუსებით და ასე რა ქვია, მეტროთი, და ჩვენ ასე ვთქვათ, სისხლისღლიანმა წილოსანებმა და სხვებმა კიდე აი ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენ შეგვიძლია მარტო ჩვენთვის უნდა იყოს გზა თავისუფალი, რომ ჩვენი ჯიპებით იქ ვიაროთ და ვიაროთ, ამინ.
ხო, აი ასეთი სიტუაცია არის საქართველოში და აი ესე იგი ეს რო განვიხილოს მაგალითად ხო ეს აბსოლუტური ასე ვთქვათ შეურაცხყოფა არის მთელი ხალხის რაც ამ ქალბატონმა განაცხადა პირდაპირ თქვა რომ ეს არის მოქალაქეების დასამორჩილებლად ასე ვთქვათ მიღებული პროგრამა ანუ ჯარიმა რატომ არის საზოგადოებაში მიღებული მათ გერმანიაში ხო გაიარო ჩქარზე იქ ეს ჯარიმა არის ხო სიტყვაზე ხო რა თქმა უნდა მოგივა მაგრამ ჯარიმის ფუნქცია და ჯარიმის ეს ვთქვათ მიზანი რა არის აქ ნორმალურ ქვეყანაში არის ის რომ ადამიანმა მართლა ესე იგი ვთქვათ გააკონტროლოს თავისი ქცევები შეზღუდოს და სადაც არის მაგალითად სკოლა იქ არ გაიაროს აქვია იმაზე გადაჭარბებით რომ საფრთხე არ შეუქმნას სხვებს ხო, საფრთხე რომ არ შეუქმნას ერთმანეთს, თორე იმისთვის კი არ არის ჯარიმა რომ შენ მე ჩამოგატრიო მანქანიდან და შენ მე გაიზულო ადამიანს. და ჩვენთან ესე იგი ჯარიმა ამის მიზნით კი არ იქნება რომ ადამიანების ერთმანეთი არ დააზარალონ ადამიანებმა და დავიცვათ ადამიანების ურთიერთობა. არამედ ჯარიმები ყოფილა და ეს განაცხადა წლისეულმა თვითონ პირადად განაცხადა თავის გამოსვლაში იმისთვის ყოფილა ეს ჯარიმები რომ ადამიანთა ქცევებზე მოახდინონ გავლენა. ეს არის აბსოლუტურად როგორ გითხრა კონდიციონირება მოქალაქეთა ქცევის და მათი behavior ანუ ქცევის ასე რომ ვთქვათ მიმართვა იძულების გზით გარკვეული მიმართულებით რაც ქვია დაგვიმორჩილდით პირდაპირ ბრძანება აი არის შვენიერი ფილმი მოგეხსენებათ შეიძლება ქონდეს ნახი 70-იან წლებშია გადაღებული ჯერ კიდევ გასული საუკუნის დეილ კარპენტერი არის ყოსეთი ამერიკელი რეჟისორი მისი ნაწარმოები გენიალური და საკულტო ფილმი They Live ანუ ისინი ცოცხლობენ ისინი ცხოვრობენ ну ისინი იგულისხმება ვიღაც ну უცხო პლანეტელები ვითომ რომლებიც არიან ადამიანებში და დამიწაზე უკვე ასე რომ ვთქვათ ინკოგნიტოდ და ისე რომ ადამიანის სახეებს არიან ამოფარებული მართავენ ყველაფერს და ყველა საკვანძო პოზიციაში უკვე არიან უცხო პლანეტელები და მთავარი გმირი ამ უცხო პლანეტელებს ხედავს მხოლოდ გარკვეული მხოლოდ სპეციალური მზის სათვალის გაკეთების შემდეგ და ამ სათვალის გაკეთების შემდეგ ის ხედავს რეალობას მაგრამ მარტო იმას რომ ყოველი მესამე უცხო პლანეტელია რომელიც ის საკვანძო პოზიციაზე პოლიტიკოსია ბიზნესმენია ან თქვათ ტელევიზიის წამყვანი არის არამედ თქვათ ბანკნოტაზე დოლარზე არის წარწერა არა in God we trust ანუ ღმერთის იმედი გვაქვს და ღმერთს ვხედავთ რამედ აი ეს არის თქვენი ღმერთი this is your God fully აი ეს არის თქვენი ღმერთი და ბანერებზე გაკეთებული არის მოწოდება obey დამორჩილით სისტემას აი და აი ეს არის თავარი მესეჯი აი ამ ფილმის და აი ჩვენი ხელისუფლება უკვე ამ დისტოპიაში გადაიყვანა ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება რა ეს თვით მომჯდარი საზოგადოებაზე მომჯდარი ხორცმეტი რომელმაც უკვე ყველანაირი ზღვარი გადალახა და იმის პარალელურად რომ უკვე აანონსებენ შემდეგი თვითონ საზოგადო სივრცეში და Facebook-ზე აი შენ კი დღესაც შეგზღუდეს და Facebook-ზე ვეღარ დამიკავშირდი საერთოდ გაგიქრეს აკაუნტი ანუ ესე იგი ვიღაცების აკაუნტი დავიბრუნეთ და მესენჯერი ერთი კვირით დამიბლოკეს დავრეკე Facebook-ის წარმომადგენლობაში და ხარვეზი ვერ მიპოვეს ქართული მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე პატარა მაგალითია ეს ამ ყველაფრის და ვიტყვი წამოვიდა რეპორტები რაღაც რიგი ჯგუფის მხრიდან სადაც ყველას ერთდროულად ჰქონდა კონკრეტული მითითება კიბერ უსაფრთხოება თითქოს მე საზოგადოებას მესენჯერის სახით ვძალავდი რაღაც ინფორმაციას აი ეს იყო ჩემი მთლიანი ხარვეზი მითხრეს რომ გვერდი დაგიბრუნდათ აქტიურია მაგრამ 7 დღის განმავლობაში მესენჯერს ვერ გამოიყენებთ და როდესაც უთხარი დასაბუთებულად მჭირდება თქვენგან პრევენციისთვის სამომავლოდ არ შემეშალოს მსგავსი რა ჩამითვალეთ ამ ხარვეზად თქო ვერაფრით პასუხი ვერ მივიღე უნდა დაელოდოთ 7 დღის გავლასო და ნახეთ ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლების პირობებში კობა თუ კი ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლება გვეყოლება ბულინგი როდესაც ხდება ძალიან კარგია პრევენციისთვის მსგავსი კანონი მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში რა კუთხით და რა მიზნით იქნება პოლიტიკურად ეს გამოყენებული ეს კანონი ჩვენ ხო კარგად ვიცით და რამდენად რთულია მე საზოგადოებამ ამ ყველაფერს გაუწიოს კონტროლი შეიძლება მის მიერ კრიტიკულად დასმული უბრალოდ შეკითხვაც კი ჩაგითვალონ დანაშაულად და იყოს ფულადი ჯარიმა მერე პატიმრობა ხო ეს არის სპეციალური სამმართველო იქნება იმისთვის რომ დიქტატურა სწორად და კარგად გამყარებულად დაარსონ ქვეყანაში და საზოგადოება შეზღუდონ ყველანაირად სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება რო კითხო ამათ ეხა ევროპაში მიდიან და სიტყვის თავისუფლებაზე ყველაზე მეც ევროპა გადაგებს ხოლმე მაკედამ ჭყალებში ხო და ამ დროს სიტყვის თავისუფლებას ყველაზე პირველი გვიზღუდავენ ფაქტია
ხო? ევროპაში კი არ მიდიან შემოძვირფასო თეკლა, არამედ პირიქით ევროპას აკრიტიკებენ, ყოველ შემთხვევაში ამ ბოლო დროს, ბოლო თვეებში აკრიტიკებდნენ ევროპას სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის. და მაგალითად მოყავდათ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის JD Vance-ის განცხადებები, რომ არ უნდა ხდებოდეს არც დიდ ბრიტანეთში და არც გერმანიაში და არც სხვაგან ევროპის ქვეყნებში, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში, მოყოლებული 22-23 წლიდან გააქტიურდა ეს კამპანია ადამიანების დაჭერა და მათი ეს ვთქვათ დაჯანიმება და მათი ციხეს ჩასმა რაღაც მათი პოლიტიკური აზრების გამოთქმისათვის ინტერნეტში და საჯარო სოციალურ ქსელების სივრცეში, ხო და და საქართველოს ამას აუბახარი ამ ამერიკის კრიტიკას და ერთი პერიოდი იძახოდა deep state და ესეთი ცენზურა როგორ შეიძლება და სად არის დემოკრატია ევროპაში და თვითონ უარეს აკეთებენ ახლა. ანუ ესე იგი მათი კრიტიკა, რომელიც იყო მიმართული, ესე იგი დასის აშს აკრიტიკებდნენ დიდ ბრიტანეთს, გერმანიას და ასე შემდეგ, და დღემდე არის ასეთი გააცემი იგივე იმეჯი და სხვათა არხებზე, პროსამთავრობო არხებზე საუბარი. დღეს და ხვალიდან უკვე იმაზე უარეს გააკეთებენ და ღიად გამოგვიცხადეს, რომ ვინაც ვისინა თქვენს მაგათ არ მოეწონებათ, იმას ჩათვლიან სიძულვილის ენად, იმას დაარქმევენ აგრესიულ რიტორიკას და მეტი არ უნდა არაფერი, ხო? ჯარიმა როგორც მაგალითად ახლა ჯარიმებზე როგორც საგზაო ჯარიმები გაზარდეს როგორც უნდა ისე და საზოგადოება როგორც უნდა ამას ვერანაირად ვერ აკონტროლებს. რაში მდგომარეობს ჩვენი კონტროლი, რაში მდგომარეობს ჩვენგან ასე ვთქვათ მაგისი პრევენცია რომ არ გადააჭარბოს ხელისუფალმა და სახელმწიფომ იმას, რასაც ქვია სახელმწიფო და საზოგადოებრივი კონტრაქტი, რომ ჩვენ მოქალაქეებმა გადავეცეთ სახელმწიფოს გარკვეული უფლებები, ამ სახელმწიფომ და ამ სტრუქტურებმა დაარეგულირონ ჩვენი ცხოვრება, მაგრამ არ შეზღუდონ ჩვენი პიროვნული თავისუფლებები და მათ შორის აზრის და თავისუფალი გადაადგილება მაგათად მანქანით, ხო, რატომ უნდა გადავადგილდე მე ახლა შენ გინდა ავტობუსით როცა რასაც კანონით ვეკრძალავენ, მაგათად კანონს ვერ შემოიღებენ, რომელიც აკრძალავს ადამიანის პირად საკუთრებაში მანქანის მფლობელობას. ამიტომ ისეთ პირობებს ქმნიან ესენი, რომ ადამიანი იძულებული გახადონ ჩამოვიდეს ამ მანქანით, ამიტომ რომ ყოველი გავლა მას მანქანით დაუჯდა 100 და 200 და 300 ლარი ყოველდღიურად და ამას ნორმალური მოყვავდა ჩვეულებრივი შრომელი, ვინაც ხელფასია, ვერანაირ ვერ გაწდება, ხო და მსგავსად შექმნიან სიტუაციას ამ სოციალურ ქსელებში და არა მარტო რომ ვისაც არ უნდა რომ ესენი ვინაც მაგათიანი არ არის და ოცნების მოქმედ და ოცნების პროპაგანდისტი არ დამუშავებს სოციალურ ქსელებში, უყანო ჩვენ დამოუკიდებელი ბლოგერები აგვაკრამ პირზე არიკაპი როგორც კორონას დროს ააკრეს ხალხს ისა პირბადები. ობა თან ნახე Facebook-ის გაკონტროლება მაქსიმალურად შეუძლიათ, TikTok-ის გაკონტროლება შეუძლიათ, რომ გაგიქრონ გვერდი. ერთადერთი სივრცე იყო YouTube-ის არხი, სადაც ესე ვერ გაგიქრობდნენ გვერდს. და ეხლა უკვე ისეთ კანონს იღებენ, მნიშვნელობა არ აქვს, საერთოდ არ დაჭირდებათ გვერდის გაქრობა არც TikTok-ზე, არც Facebook-ზე და YouTube-ზე მით უმეტეს. პირადად დაგაჯანიმებენ შენს პირადად გამოიყენებენ შენს წინააღმდეგ საქმეს. ამოგლეჯენ კონტექსტიდან იტყვიან რომ ეს იყო ვიღაცის რო თქვა მაგალითად რომ ისრაელის პოლიტიკას რაღაცა ვარიანტში შეიძლება აკრიტიკებდნენ რომ გადაძებდნენ ბოლო დროს დაიჭირეს აქტივისტები მათ შორის ევროპელები და ბენგვირმა ძალიან არაადამიანურად მოეპყრო მათ და ფილოსოფიას უბრალოდ დაინახა და ამაზე და მე რო თქვა შეიძლება ვიღაცა მე გამოძო თქვა რომ შენ ხარ ანტისემიტი და ამის გამო ჯარიმა ვიცი მე ამდენიმე 1000 ლარი სუმცირე თუგი ჯარიმას გაკმარებენ და ეს არის მაგალითი იმისი რომ შეუძლიათ ნებისმიერ თემაზე რომელიც მათ არ მოეწონებათ ნებისმიერ ადამიანს მოქალაქეს დაუხშონ ასე ვთქვათ საკომუნიკაციო არხი როგორც შერეკილებში არის ნათქვამი ხო და შემოგვიფასებოდა ინფორმაციო ღრუ ხო საიმუხო იქ აგვეღიმა მაგრამ სამწუხაროდ სასაცილოდ არ გვაქვს ნამდვილად არ გვაქვს ნამდვილად არის კატასტროფული მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტი ტოტალიტარიზმისკენ მიდის ეს ყველაფერი საქართველოში ამიტომ იყო რომ მე ბოროს ბოდიში შენ დავუკითხავად მოუწოდე ხალხს და მე უნდა გავიმეორო 24 ანუ პრინციპში ამდენიმე 24 კი მოვიდა უკვე ორ დღეში აგერ 24 მაისი და საღამოს 8 საათზე ქართულთა დიდი გაერთიანება შეიკრიბება რუსთაველის მეტროსთან და რა ვიცი აბა მოთხოვნები არის ის რომ არ გაიყიდოს ქართული მიწა არცეთ უცხოელზე და არ გახდეს მიწის ან თქვათ ბინის გაყიდვა და შესყიდვა იმისი გარანტი იმისი საფუძველი რომ ამ უცხოელებს მე საქართველოს მოქალაქეობები ან მუდმივი ბინადრობები დაურიგდნენ ჩემი მოთხოვნა არის რაც დაემატება მას რომ საქართველოს გამოვიდეს ჯანმოდან სასწრაფო წესით იმიტომ რომ ეს ჩაშვებული პროექტი როგორც არის უკვე შემდეგი პანდემიის შემზადება აუცილებლად გამოიყენებენ და აუცილებლად განახორციელებენ როგორც მაშინ გააკეთეს კორონას დროს და იმაზე ვარესაც უბრალოდ როცა
მოამთავრებენ თავის საქმეებს, თავის არჩევნებს რო გადააგორებენ, აი მერე დაიწყებენ და ძალიან ხისტი შეზღუდვები იქნება აი ამ მიმართულებითაც საკმაოდ შორის საქართველოში ისე როგორც სოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ხო? და ამის გარდა კიდევ ბევრი სხვა მოთხოვნა, რომელიც არის აი მაგალითად იგივე რასაც ახლა ვისაუბრეთ ინტერნეტში და ზოგადად სივრცეში სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მაგათი რაღაც სიაფანტი, რა ქვია, მოტივებით ვითომ ვინმე შეურაცხყოფა მანდან მიაყენონ და რაღაცა, არა და თუ რამე სიკეთე უნდათ, მაშინ შემოიღონ კანონი ცილის წამების წინააღმდეგ, ხო შეიძლებოდა რომ გაეკეთებინათ როგორც ქვეყნებში არის, რომ ცილის წამება იყოს დასჯადი და ვისაც მე დაუმტკიცე მაგალითად რომ მან მე დამწამა ცილი, რომ ის ამისთვის იჯებოდეს, ხო? ეს არ უნდათ. ასეთ კანონს არ ღებულობენ. უბრალოდ რაც არის მოქმედი კანონმდებლობა, უბრალოდ ახლა იმის საფუძველზე უნდათ რომ უბრალოდ შექმნან ახალი საზედამხედველო რაღაცა ესა რა ქვია Big Brother-ის ვარიანტში უფროსი ძმა, რომელიც ყველას აზროვნებას და აზრებს გააკონტროლებს და აზროვნების პოლიცია და ჭეშმარიტების სამინისტრო გაწყვეტს მე რა არის ჭეშმარიტება და რა არის არასწორი და შესაბამისი და აი ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ არის აუცილებელი დღეს ხალხის გამოსვლა და რაღაცა სახით და რაღაცა ასე რომ ვთქვათ ფორმით პროტესტი, რომ დავანახოთ რომ არა ვართ მართლა რა მონები ხალხო თქვენი და არა ვართ თქვენი ესე ვთქვათ აი თუნდაც ეს განცხადება წილოსანის, აი მარტო ამაზე უნდა გამოვიდეს მთელი ერი რა, როცა შენ მთელ ხალხს ესე იგი სახეში გაფურთხებს ეს ქალი და გეუბნება რომ აი ჩვენ ესე გვინდა და თქვენ დედას გიტირებთ და აბა თქვენი აჯობებს თუ არ ჩამოხვალთ მაგ თქვენი მანქანებიდან და თუ არ ივლეთ ჩვენ რომ გიგითებთ მარშრუტკას და ავტობუს იმითი. იმიტომ რომ თქვენ ხართ ბიდლო, აი ამას გეუბნება ეს ქალი პირდაპირ სახეში რა, გეუბნება რომ უნდა დამორჩილდეთ ჩვენ ნებასურს, უნდა დამორჩილდეთ სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ჩვენ გვაქვს. და ამაზე თუ არ გაეცით ხალხო, ხმა უკვე ცხრების ფარაზე უარეს მდგომარეობაში გვამყოფებენ, ესე იგი ხო რა ყველანაირად ასე რომ ვთქვათ, ადამიანის უფლება აყრილი, ძაღლის უფლებასაც აღარ დაგიტოვებენ პატარა ხანში, მონობის ყველაზე საშინელი ვარიანტი, რაღაც საშინელი დისტოპია და საშინელი რაღაცა. აი მართლა ჯორჯ ორველის რომანებში რო წაგიკითხე, ესეთ სიტუაცია საქართველოში და აი ეს რო არ დაუშვათ ხალხო, უნდა ხელი საქართველო ადგეს და აქ უკვე აღარ უნდა იყოს ვიღაცა შენის თქვი იმაზე, შენ ამაზე ეს თქვი, იმიტომ რომ რაღაცა სხვა საკითხებში შეიძლება ყველას თავის პოზიციები ქონდეს და განსხვავება ყოველთვის იქნება რაღაცა თემებთან დაკავშირებით ყველა ადამიანს შორის, მაგრამ საერთო ინტერესი რა არის ჩვენ ხო უნდა დავინახოთ და ის ინტერესები, იმიტომაც დაცვაზე ხო უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების და ქართველების ინტერესების დაცვაზე და ჩვენი ინტერესი რა არის უბრალოდ ყოველისა. ჩვენი ქვეყანა იყოს ჩვენი, ამ ქვეყანაში ჩვენ გქონდეს უფლებები და თავისუფლებები და რომელიც გარანტირებული არის არა მარტო კონსტიტუციით, არამედ ზოგადად აი ნორმალური ქრისტიანული მართლმადიდებლური გაგებით ბოლო-ბოლო რა, რომ თავისუფალი ნება რომ აქვს, ეს თავისუფალი ნება დამიტოვო შენ მე როგორც ადამიანს, მე გინდა ავტობუსით ვიმგზავრო და გინდა ჩემი მანქანით ვიმგზავრო, რომელიც ჩემი ნაშრომი და ჩემი ნაწვალები ფულით ამაქვს ნაყიდი, ხო, შენ ხო არ მაჩუქე, ხო და შენგან განსხვავებით რაღაცა გარკვეული რა ქვია მას გარიგირების შედეგად და ატკარტიგების შედეგად ხო არ ჩემი ქონება ხო მიღებული ხო და არ ვიცი ხალხო აბა მე კიდევ ერთხელ უნდა მოგიწოდოთ ვინაც რაღაც საქართველოში გასაგებთ ახალგაზრდები გამოდით და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია გააპროტესტეთ ეს რაც ხდება ქვეყანაში იმიტომ რომ ხვალ უკვე ქვეყანა აღარ გვექნება ან გვექნება ის ესეთ ქვეყანა სადაც ვიქნები ჩვენ მესამე ხარისხოვანი არც თუ უკვე მოქალაქეებიც აღარ ექნება მაგას ექნება უბრალოდ პრინციპში აი ეს ტენდენციები გინდა თქვათ ეს ავიღოთ რომ ტრანსპორტის შეზღუდვა, ჯარიმების მომატება პირად საკუთარ ტრანსპორტზე. ხო, აი ჩვენთან ამ სცენარით ახორციელებენ და სხვა ქვეყნებში აქვს ჩაშვებული სხვა პროგრამა, რომელსაც ქვია 15 წუთიანი ქალაქები. იქ სხვანაირად ქვია, სხვანაირად ფუთავენ, ხო? მაგრამ იდეა არის იგივე, რომ შენ არიარო, შენი მანქანით ძალიან შორს 15 წუთის სავარზე მეტი რო არიარო, რომ ვითომ ბევრი ნახევარ, ბევრი ნახშირო ჟანგი რო არ გამოყო, რომ რაღაცა კლიმატს არ მოუვიდეს და ასე შემდეგ და შემდეგ, ხო და ამას ახორციელებენ ითი ბენზინის ფასის გაზრდით მაგალითად, ხო? მე იქ რაღაცა ზონების და რაღაც შეზღუდვებით რომ მე каранტინია და იმის იქით ვეღარ გადახვალ და აი აქ იყიდე შენ სიახლოვეს და პრინციპში პროგრამა, ანუ მიზნები, რომელიც დასახა გლობალურმა, ასე ვთქვათ, პრედიქტორმა, რომელიც არის Deep State-ის მეშვეობით ახორციელებს თელ სოფლიოში, მიზნები ყველა ქვეყნისთვის არის ერთი და იგივე დასახული, მიუვიდათ ასე ვთქვათ, საკაზი და შეკვეთა რომ აი ეს მიზნები შეასრულეთ და ინსტრუმენტები არის ცუდად განსხვავებული, იგივე ინსტრუმენტები არის იქ სხვადასხვა პანდემიების სცენარის განხორციელება, ომის სცენარის განხორციელება, აი ომის სცენარით მერე ფასების მომატების და ამ ფასების მომატების გამო სიდუხჭილის განხორციელება, რომ ამითი აიძულო ხალხი რაღაცებზე უარი თქვას, მაგრამ საბოლოო ჯამში მიზნები ყველგან ერთნაირია, რომელსაც ჩაშვებული ამ საშინელ ანტიქრისტიანულ პროგრამაში, რომელიც ყველა
მთელ სოფლიოს ყველა მოქალაქეს ემუქრება და მთელ კაცობრიობას გვემუქრება, მაგრამ ჩვენ ქართველებს შეგვიძლია ამას ვეომოთ ჩვენ ქვეყანაში და სხვა უნდა ეომოს ამას თავის ქვეყანაში რა. ჯერჯერობით ესეთნაირადაა. ჩვენი პრობლემა ესაა, რომ რაღაც ინტერნაციონალურ საკითხით ვერ გავერთიანებით, რომ ერთიანი ფრონტით გამოვიდეთ მთელი ამ სოფლიო ბოროტების და ამ ეპშტეინისეული deep state-ის წინააღმდეგ. თუმცა საბოლოო მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენიც, რომ ძირშივე ჩავახშოთ აი ეს ბოროტება, საიდანაც ის მომდინარეობს. ყობა, მინდა გითხრა, რომ შენთვის არ არის, ჩემთან ხო იცი, რომ სიტყვის თავისუფლებაა და გამოხატვის თავისუფლება, როდესაც სტუმარს ვიწევ და ვეუბნები, რომ შენი პოლიტიკური აზრი უნდა მიაწოდო საზოგადოებას და ესაუბრო, არ გჭირდება რა თქმა უნდა შეთანხმება და არც ვთანხმდებით ხოლმე არასდროს რა თემებზე ვისაუბრებთ და მით უმეტეს შენი პოლიტიკურ განცხადებას როგორი სახით გააკეთებ, ამაზე სიტყვის თავისუფლებას ოცნება გვიკრძალავს. ჩემთან არ იკრძალება. და ეხლა მინდა რადგან ქონდა სამედიცინო სფეროზე საუბარი, მე მაქვს შენთვის ესეთი შეკითხვა მომზადებული, ვიცი რომ ამაზე ბევრგან კომენტარებში გაქვს შენი აზრი დაფიქსირებული და მინდა ჩემამსვენელმაც მოისმინოს. ვიზე უნდა გქონდეს სწორება საქართველოს მედიკამენტების დაშვების პროცესში ამერიკულ FDA-ზე თუ ევროპულ EMA-ზე. დილშენის დაავადების ირგვლივ პროტესტთან დაკავშირებით მინდა შენი აზრი მოვისმინოთ, რას ფიქრობ. მედიკამენტი უნდა შემოიტანოს სახელმწიფომ, არ უნდა შემოიტანოს, რა პლუსები, რა მინუსები აქვს, ამ თემაზე მინდა რომ გააკეთო შენი პოლიტიკური ანალიზი გითხრა. მე მქონდა მსგავსი პოსტი, სადაც მე თვითონ დავასვი შეკითხვა, აი ბოლო გამოგიცხადო ჩვენ და მინდა პასუხი. ინფორმაცია მსუხე გაკეთდა. ამაზე უნდა ვიპასუხოთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, ვიზე არის ორიენტირებული და ვინ არის მისთვის ამათ გვიპასუხეს ბატონო კობა, ნახე, ამათ გვიპასუხეს კოვიდების პერიოდში. ექსპერიმენტალური ყველაფერი მოსულა თუ კი დავალება აქვს მათ შესასრულებელი. ზემოდან არის წამოსული ჯანმოდან სულხასიდან ისა რა ქვია რა. კეთლინება ამათ პასუხს არ დაველოდები და არც ობიექტურობის არ მჯერა ამათი და ამიტომ მკითხე შენ ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ობიექტური ხარ და ინფორმირებული. კეთილი. ეს არის ძალიან სენსიტიური და ძალიან მძიმე თემა, რომელიც პირდაპირ მე ესე ვთქვათ შეფასებისგან თავს ვიკავები დღემდე და ცალსაღად ვერ ვიტყვი რომ ან ესე უნდა გაკეთდეს, ან ეს უნდა გაკეთდეს, არცაა ჩემი კომპეტენცია. მე პირიქით როგორც ბლოგერი სვამ კითხვებს. და ამ შეკითხვებს უსვამ ჩემ მთავრობას, ხო? და მათ შორის, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს. იმიტომ რომ თუ კი შეყარ სუვერენული ქვეყანა, მაშინ უნდა გყავდეს საკუთარი მარეგულირებელი და ზედამხედველი ორგანო, რომელიც თვითონ იღებს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელი მედიკამენტები დაუშვას საქართველოში და რომელი არ დაუშვას. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ვიტყვია, რომ ჩვენ არ გვაქვს იმდენი ბაზა, იმდენი ლაბორატორიები, ჩვენ საკუთარ კვლევებს ვერ ჩავატარებთ, ხო? შეიძლება საკუთარ კვლევას ჩაატარო, მაგრამ წარმოება ხო ჩაატარა კვლევა, მისი განალიზება ხო შეგიძლია შენ, ხო? ჩვენთან იყო ეს პოლიტიკა, რომ აი ჩამოთვლილი არის რამდენიმე მარეგულირებელი, მათ შორის ამერიკული FDA, მათ შორის ევროპული EMA და კიდე ამას ემატება კანადა, ემატება ავსტრალია, კიდე რომელიღაცა შვეიცარია, თორსა 1-2-3 ქვეყანა კიდე არის, რომელსაც თუ კი აი ამ ქვეყნებმა, აი ამ ორგანიზაციებმა, როგორიცაა EMA ან FDA, ერთმა მათგანმა მაინც თუ კი მიიღო დაშვება რომელიმე ნებისმიერ პრეპარატზე წამლის, ხო? ავტომატურად ეს უკვე საკმარისი არის, რომ საქართველოს თუ კი მას უნდა და თუ კი მის ესე ვთქვათ, თუ კი ის ჩვენს ჯანდაცვაც და სამინისტროს გადაწყვეტილება ჩათვლის ამას საჭიროდ, ეს საკმარისი არის იმისთვის, რომ ჩვენი საკუთარი რაღაცა დიდი შემოწმების მიუხედავად და იმისა ქვია მას საკუთარი კვლევების ჩატარების გარეშეც ჩვენთანაც დაუშვან ესა თუ ის პრეპარატი. ანუ ერთმა მაინც სადმე თუ აღიარა და თუ დაუშვა თავის და მაგალითად FDA ამერიკაში, ხო? ტექნიკურად ამის შესაძლებლობა საქართველოს აქვს და ქონდა რომ შეეძლო სიტყვაზე ეთქვა, რომ ნუ ამერიკამ დაუშვა და მოდი მაშინ მეც დაუშვებ რა. მე არ უყურებ ემას მაგალითად. მაგრამ ამ შემთხვევაში მოხდა ასეთი რაღაცა, რომ მოხდა კონფლიქტი EMA-სა და FDA-ის შორის, იმიტომ რომ EMA-მ უარყო, ნუ ამ შემთხვევაში კონკრეტულ წამალზე ახლა, როცა საუბარია დიუშენის დაავადების მკურნალობაზე, იქ არის ძალიან ბევრი სხვა წამალი, რომელიც შეიძლება გამოიყენებოს კომბინირებულად, ხო? ახლა ამ შემთხვევაში მე მგონი საუბარია ერთ კონკრეტულ პრეპარატზე, არ ვიცი ამაზე თუ მეკითხები, რომელიც ამერიკაში არის დაშვებული და ევროპაში არ არის დაშვებული, ხო? ხო, რომელიც არის ძალიან ძვირი. რომელსაც ოჯახები ითხოვენ დიუშენის სინდრომის. არ ვიცი ახლა, იმიტომ რომ მე ახლა ხო გეუბნები, ახლა მე მქონდა ამ პრეპარატის სახელი, მაგრამ ზეპირად აღარ მახსოვს და ესე მაშინ რომ ნახო ისევ ჩემს პუბლიკაციებს, სადაც მე პრინციპში მქონდა ამაზე რამდენიმე პოსტი დადებული და მქონდა სახელის დაწერილი ამ პრეპარატის და ის მთელი ისტორია თუ მაგალითად რატომ არ დაუშვა ევროპულმა EMA-მ ეს პრეპარატი ევროპულ ბაზარზე და
ასევე რატომ დაუშვა ASH-მ FDI-მ თავის დროზე, მაგრამ მერე მოაყოლა black box-ი, არის black box. Black box-ი არის ესე იგი მაქსიმალური გაფრთხილება. მოაყოლა 1-2 წელიწადში მას შემდეგ რაც იქ დადასტურდა და დადგინდა დადგა რამდენიმე ბავშვის ლეტარული ანუ გარდაცვალების ვთქვათ გარდაცვალება უშუალოდ აი ამ პრეპარატის მიღებიდან და მიღების გამო. და დადასტურებული გვერდითი მოვლენები როგორც არის ღვიძლზე მასიური შეტევა და ღვიძლის ასე ვთქვათ დაზიანება, როგორც რა თქმა უნდა ასევე არის საცოცხლო საშიში ნებისმიერი პაციენტისთვის, ხო? და ეს უნდა გაითვალისწინო ყოველთვის როცა რაღაცა პრეპარატის მაგალითად ავკარგიანობას განიხილავს ნებისმიერი მაირეგულირებელი, ის უნდა უყურებდეს იმ სარგებელს, რომელიც არის ამა თუ იმ წამლისა და ამა თუ პრეპარატისგან, ხო? და იმ მეორე მხრივ რისკებს უნდა აწონიდეს, რომელიც ამ ყველა პრეპარატს თან ახლავს გვერდითი მოვლენების და არასასურველი მოვლენების გამო. და აი ამის საფუძველზე დგება მე აი ამ ესე იგი პლუსების და მინუსების აწურის საფუძველზე, თუ კი ესე იგი პლუსებმა და სარგებელმა რამდენიმე თავით გადააჭარბა აი ამ რისკებს, როგორც წესი, ну ეს უნდა იყოს წესი, მაშინ უნდა იშვებოდეს რატო პრეპარატი ბაზარზე. რაც შეეხება ახლა ამ კონკრეტულ სიტუაციას და ამ კონკრეტულ საქმეს, ხო? აი ახლა ევროპაშიც ხო ხდება და ამერიკაშიც და რა თქმა უნდა ყველგან სხვაგანაც არის გარკვეული პროტოკოლი, როგორი თერაპიები შეიძლება ჩაუტარდეს დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს, ხო? და ევროპაში ახლა ის რომ ეს ერთი კონკრეტული წამალი არ არის დაშვებული, ეს იმას აღნიშნავს, რომ ამ ბავშვებს არაფერს არ აძლევენ, ხო? აძლევენ სხვა წამლებს, რომლებიც ევროპაში დაშვებულია, ხო? და მე არ ვიცი როგორია სიტუაცია საქართველოში, მაგრამ ხო შეუძლია საქართველოს თქვას, რომ აი ევროპაში რაცაა დაშვებული, იმას ის ჩვენთანაც დაშვებული არის და როგორც ევროპაში მკურნალობენ, ჩვენც ისე მკურნალობთ. ასეთი რაღაცა ითქვა ცალსახად, მე არ ვიცი, იმიტომ რომ მე საქართველოში არა ვარ და მოგითხრა სიმართლე ასეთი დეტალური ინფორმაცია არ მიმიღია მე საქართველოს ჯანდაცვიდან ასეთი გასაგები განცხადები, მაინც აი კომუნიკაცია არის კატასტროფული. ჯანდაცვის სამინისტროს კომუნიკაცია მოსახლეობასთან არის კატასტროფული. რასაც ახლა მე ვლაპარაკობ წესით, მაგრამ უნდა აიხსნათ. ხო, იმიტომ რომ ესენი არიან სპეციალისტები, ხელფას ესენი იღებენ და მე რა ვიცი, არავინ კაპიტალს არაფერს არ მიხდის და მე უნდა შევისწავლო ყველა ეს საკითხი და უნდა მოგახსენოთ რა ჩემი აზრი, ხო? თეკლა, როცა ვსაუბრობ წამალზე, ხო? აი მოდი ჯერ შევთანხმდეთ წამალში რას გულისხმობთ, ხახნო. აი წამალი შენ როგორ გაგირო, აი ცნება წამალი შენთვის რას ნიშნავს, თეკლა? ამიხსენი, აბა, ქართულ ენაზე. წამალი უნდა იყოს პრეპარატი, რომელიც ამა თუ იმ დაავადებას ან შეამსუბუქებს, მსუბუქი ფორმით იქნება, დიდი დოზით შეგიმსუბუქებს თუ საერთოდ განკურნებამდე მიგიყვანს, ხო? ხო არის რაღაც დაავადება, რომელიც განკურნებელია, მაგრამ მდგომარეობას უმსუბუქებს ადამიანს. კეთილი, კი ბატონო, ანუ ესე იგი, იდეალურ შემთხვევაში თავხდებით ამაზე, რომ ყველაზე იდეალური და მაგარი წამალი არის წამალი, რომელიც ადამიანს კურნავს გარკვეული დაავადებისგან. ხო? ხო ასე იყო ისტორიულად ყოველთვის რა, ახლა ადამიანი ვარი ავად, ეძებს მკურნალს, რომელსაც უნდა განკურნოს ის დაავადებისგან, ხო? სამწუხაროდ თანამედროვე მედიცინა გარკვეული სახით წავიდა აი ამ პარაცელსუსის გზით და გალენის გზას გადაუხვია, აი ამის შემდეგ მოხდა მისი კომერციალიზაცია. ანუ მიზანი უკვე არ არის პაციენტების საბოლოო განკურნება, არამედ აი ამ ფარმაინდუსტრიის და მათ შორის საზღვაო დექიმებისაც გამოდის მაგათი კლიენტები ხვდებით ჩვენ როგორც პაციენტები, მაგათ აწყობთ რომ ჩვენ ვიყოთ სიცოცხლის ბომბე ავადმყოფები, რათა მათ მივაკითხოთ და მათგან მიდიოთ მედიკამენტების ქვეშ ვიყოთ, იმიტომ რომ ფარმამაფია აყვავდეს კარგად. დიახ. ამიტომ ესე იგი წამალის თავარი წინანდელი და საწყისი ფუნქცია რომელიც იყო განკურნება, ფაქტობრივად შეიძლება ძალიან იშვიათი უკვე დაავადებები არის, რომელიც მართლა შეიძლება განკურნონ და უნდოდეთ კიდე რო განკურნონ რა, როგორც წესი უნდათ ყველაფერი გადაიყვანონ ქრონიკულში, რო ქრონიკული შესაძლოა არსებობის განკურნების საშუალებები, მაგრამ ინტერესი უნდა იყოს. რა უნდა, ახლა ბევრი წამალი გააქრეს იმის გამო, რომ ურჩევნიათ ის დაავადებები არსებობდნენ, ამაზე მილიარდები აკეთონ, მათ შორის კიბოს და სიმსივნის წამლებზეა საუბარი აქვს თქოში, მაგრამ კაი, დაუბრუნდით ახლა დიუშენს, ანუ ეს ერთი მთავარი და საუკეთესო ვარიანტი რომ წამალი, მაშინა მაგარი წამალი თუ კი ის განკურნავს ადამიანს, ამას გადაუშვით ჯვარი და ვიცით რომ ეს კონკრეტული პრეპარატი, რომელიც ამერიკამ დაუშვა და ევროპამ არ დაუშვა და საქართველოსაც სამსად არ დაუშვა, იმიტომ რომ ევროპას უფრო ენდო ვიდრე ამერიკას არ კურნავს ამ დაავადებიდან, ხო? არ კურნავს ამ დაავადებიდან. თუმცა ესე იგი, როცა შეხამ წარმოებელი კომპანია, ახლა მეორე ხრიდან რო შევხედოთ რა, აი ხარ ფარმა გიგანტი, ფარმაცევტული კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში, შენ გააკეთე ეს წამალი, ჩაატარე კვლევები და
მიიღე ლიცენზია და შემოგაქვს ბაზარზე და ითხოვ წამალში 3 მილიონ კიდე რაღაცა სჩემდა რა 3 მილიონ სჩემდა დოლარს ერთ გაკეთებაში ერთ დოზაში იყოფ აი ამ გენეტიკურ თერაპიაში და წამალი დაავადებას არ კურნავს. ახლა სინდესის კარი საქონელია ხო ახლა როცა 3 მილიონს თქო რაღაცაში კურნავდეს ხო უნდა მაინც არა ის წამალი ხო მე მგონი რაღაცა რეალური ეფექტი მაინც უნდა კონდეს იმ ფასთან გამომდინარე თუ იმშევთ რომელ ფასს წამალს ადევს ხო? კაი ეს წამალი დაავადებას არ კურნავს და ეს წამალი არ არის დამტკიცებული რომ ადამიანის ანუ ბავშვების სიცოცხლეს ახანგრძლივებდეს. აი მეორე ნაკლებად ასე ვთქვათ მეორე საუკეთესო შედეგი იქნებოდა, კაი არ კურნავს, მაგრამ გაახანგრძლივოს მაინც ბავშვის სიცოცხლე, ხო? ეს იქნებოდა ძალიან დიდი მოყოველი მოგებული დღე და მოგებული თვეზე და წელზე ხო საუბარი არ არის, იქნებოდა ღვთისაჩუქარი და არანაირ ფულზე არ დაიხევდა, არც მე მგონი რა, ნორმალურ სახელმწიფო უკან, არც ამერიკა და არც ევროპა მათ შორის და არც გერმანია და არც საფრანგეთის თვალზე ვთქვათ, რომ ბავშვებისთვის რეალური შვება ყოფილიყო ეს სიცოცხლის გახანგრძლივების კუთხით და მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით, თუნდაც სიმპტომების შემსუბუქება. აი ახლა მივიდივართ მესამე პუნქტამდე, რომელიც არის სიმპტომების შემსუბუქება, ხო? და ერთადერთი რასაც ეს წამალი გვპირდება, ახლა მე არ ვიცი ამდენად არსულებს ამ თავში პირებას, იმიტომ რომ ახლა მე არა ექიმი რომ ამას გავსაბრძოლო ჩემ პრაქტიკაში, ისაც ძალიან ცოტაა მე როგორც ვიცი ეს მედიკამენტი ფართო ის არ გაუვლია, ფართო მასშტაბების კვლევები არ გაუვლია და ექსპერიმენტალურია შედარებით, მე როგორც ვიცი. როგორ გითხრა იცი, თეკლა ეს წამალი იმის გამო რომ მას აქვს FDA-ის დაშვება, უკვე ამერიკაში არ ითვლება ექსპერიმენტალურად, რომ დაშვება მიიღო, მაგრამ მეორე საკითხი არის რა. ევროპამ უარყო ეს მედიკამენტი. ბატონო, ევროპამ კი უარყო, მაგრამ ევროპამ უარყო იმის გამო, რომ აი ამ კვლევებმა იგივე კვლევა, რომელიც წარმოებმა წავუდგინა როგორც ამერიკულ FDA-ს, იგივე დაუდო, ასე ვთქვათ, ევროპულ EMA-ს და ევროპულმა EMA-მ თქვა, რომ ჩვენ ვერ დავინახეთ სიგნიფიკანტური განსხვავება საცდელ ჯგუფსა და საკონტროლო ჯგუფს შორის, რომელსაც არ მიუგეთ ეს წამალი. ანუ ესე იგი, საცდელ ჯგუფში, სადაც კვლევის არაეფექტურად მიიჩნია ესე გამო. ვისაც გაუკეთეს ეს მედიკამენტი საცდელ ჯგუფშიო, თქვა ევროპულმა EMA-მ, მათი მდგომარეობა საგრძნობად არ გაუმჯობესებულა და არც მათი ტკივილები არ შემსუბუქებულა მაგალითად და არც რაღაცა რო შევხედეთ დროების და დიდი დროის განმავლობაში საერთოდ არ ვიცი რა ხდება. ანუ ხანგრძლივი დაკვირვება არ არსებობს. რომ თქვათ რომ 2, 3 და 4 წელიწადში რა შედეგები დგება აი ამ წამლის მიღების ან არ მიღების შედეგად ერთმანეთთან შევადარო. აი ამის გამო არ არის საკმარისი მონაცემები იმისთვის რომ ჩვენ წამალი დაუშვათ, იმიტომ რომ წამლის დაშვება ყოველთვის ნიშნავს ასევე იმ რისკების დაშვებაც, რომელიც ყველა წამალს თავისთან ახლავს. და ეს რისკები არის იყო გვიძლის პრობლემა და რამდენიმე შემთხვევაში ლეტალური შედეგიც კი, და ამიტომ ესე იგი როდესაც შენ რაღაცა წამალს უშვებ იმისთვის რომ სიმპტომების შეუსუბუქო ადამიანს, ყოველთვის აი ამ სიმპტომების შესუსუბუქება, რომელიც ამერიკაში აი ამაზე აპელირებით დაუშვეს წამალი პრეპარატი, რომ სიმპტომებს ამსუბუქებსო და შეიძლება რაღაცა მეორად იმაზეა საუბარი, მეორად ეფექტებზე, მეორად ეფექტი არის მაგალითად რამდენად სწრაფად ადგება ბავშვი იატაკიდან. ამაზეა საუბარი. აი ამ მომენტების და აი ამ მონაცემების გაუმჯობესება, რომ შეიძლება რომ მიიღო წამალი უფრო მკვიცრად ადგება, უფრო რაღაც ამდენიმე წამით ნაკლები დაჭერდა, თქვათ, წამოდგომაში. აი ამაზე დაკვირვებაზეა საუბარი, თუ იმაზე კი არა, რომ რეალურად იმას ტკივილი შეუმსუბუქდა, მდგომარეობა თვითონ თავისი შეგრძნება გაუმჯობესდა. არა, არის საუბარი მეორად რაღაც, ასე ვთქვათ, მეორად ეფექტებზე, რომელიც კვლევის მიხედვით გაუმჯობესდა, მაგრამ ევროკავშირის EMA-მ არ ჩათვალა საკმარისად იმისათვის, რომ ეთქვა, რომ რეალური გაუმჯობესება აქვს ადგილი და ეს არის იმდენად ესეთი პოზიტიური და იმდენი ესეთ აქვს ამას პლუსები, რომ ჩვენ თვალს დავხუჭავთ იმ გვერდით და არასასრულ ეფექტებზე, რომელიც ყველა წამასთან მათ შორის, აი ამ, იმიტომ რომ ეს არის გენური თერაპია. გენური თერაპია ყოველთვის შეიცავს რისკებს და გენური თერაპია არის ყოველთვის უნდა დაუკვირდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში. ხო, ასე ძალიან უცებ დაუშვეს ეს წამალი. ანუ ამ პრეპარატს, რომელზეც საუბარი არის, ხო, მისცეს ამერიკაში emergency, ანუ ძალიან სწრაფი ექსტრემალური დაშვება, ძალიან შეზღუდულ დროში, ხო, როგორც კი წარადგინა თავის მონაცემები, ხო, ხალხს ჭირდება და დაუშვეს. მაგრამ აი ამის მერე ხო კიდე გაგრძელდა, ამის მერე რომ უკვე რაც მის დაუშვეს წამალი, ხო, ვიღაცემა ხო იყიდეს 3 მილიონ ნახევრად და გაუკეთეს თავის ბავშვებს. და 1-2 ბავშვი მოკვდა ამ წამლის გაკეთების გამო. გარდაიცვალენ ბავშვები.
ანუ ხო დახმარება უნდა მშობლის ახლა წარმოგიდგენთ ახლა იმ მშობლისის წარმოიდგინე მდგომარეობა რომელმაც მამასისლად 3 მილიონი ნახევრად ამერიკაში შეიძინა წამალი გაუკეთა შვილს და ბავშვი მოუკვდა აი თქვენო წარმოიდგინოთ ვერთმა ყველას გაშოროთ მაგრამ მის ადგილას თქვენი თავი თქვენ ასე ტყოდით აი ამ წარმოებელ კომპანიას არ მოთხოვდით პასუხს არ ტყოდით რომ მოიცადე მე ამდენი ფული რაში გადავიხადე ბავშვი მომიკალით აი ეს არის ეს იყო პრობლემა და აი სწორედ აი ამ მშობლების პროტესტის და მათი ესე თქვათ აღშფოთების გამო ამერიკულმა FBI მას შემდეგ რაც ჯერ დაუშვა ეს პრეპარატი მე მოაყოლა black box ანუ შავი ყუთი ასე ქვია ყველაზე გაფრთხილების ყველაზე მაღალ დონეს რომ გააფრთხილა ყველა რომ ძალიან სახიფათო არის ხალხო და რა ვიცი აბა შეხედეთ რა ვინაც ეტლში ზის იმას და მათ მაინც არის რისკებზე ინფორმირებული გახადა მშობლები და რისკებზე ყველა ყოველთვის არის პასუხისმგებელი ის ვინაც უკეთებს და ვინაც საბოლოო ჯამში მშობელი წყვეტს და ექიმი პუნალი ექიმი მისცეს თუ არა ესა პრეპარატი თავის შვილს და უნდა იყოს ინფორმირებული იმ რისკებზე რომელიც რა თქმა უნდა თან ახლავს ნებისმიერ პრეპარატს მაგრამ აი იქ თქვეს რომ ვინაც ეტლში ზის იმათვის ძალიან საშიშია და იმათ მოგაუკეთებთ ანუ ჩვენო გვაჩვენებენ ბავშვებს და ამაზეც უნდა ვთქვათ რა რომ ჩვენო ეტლში მჯდომარე ბავშვებს გვაჩვენებენ პროტესტებზე ხო იმ ეტლში მჯდომარე ბავშვებისთვის ისედაც კი არ შეიძლება ამერიკაშიც კი არ შეიძლება უკვე ეტლში როზის ბავშვი იმისთვის ამერიკაშიც კი არ მიცემენ მას ამ წამალს ამაზე საქართველოში არ საუბრობენ ჩვენ გვანახებენ რაღაცა სურათს ეტლში მჯდომარე ბავშვებს და ამაზე არის წამოხსული მთელი ეს რაღაცა კამპანია რომ აი მიეცით ბავშვებს წამალი და არ არის საუბარი იმაზე რომელ წამალზეა საუბარი რა თქმა უნდა უნდა ხელისუფლების როლია ძალიან დიდი, სწორი კომუნიკაცია კი არა, საერთოდ კომუნიკაცია რო არ აქვს. ამათ რა უნდა მოთხოვო ესენი ხო ჯერ ტიკარაძე როცა იყო ჯანდაცვის მინისტრი, მაშინ რა ხდებოდა კოვიდის დროს და ახლა მის მერე ვინ მოიყვანეს. საერთოდ რა ესაა ქვეყნის უბედურება. ამბე სანამ მივიდოდა არ არის არც ერთ სფეროში ინფორმირებული ყოფილიყო ეს. პროფესიონალი არც ერთ სფეროში არ აყავთ, არც ერთ სამიწოში არ ზის პროფესიონალი და მე არ აყავთ სპეციალური ესეთი ხალხის სამსახური, ვინაც კომუნიკაციებით იქნება დაკავებული. კომუნიკაციები ცალკე მეცნიერებაა. აი ეს არის უნივერსიტეტში ისწავლებოდა ჩემს მეზობელ ფაკულტეტზე კომუნიკაციოს ვისენშაფტენ, რომ კომუნიკაციის მეცნიერება, კომუნიკაციის სტრატეგიები და ნუ მქონდა ბედნიერება რომ რაღაცა სემინარები მეც როგორც ასე ვთქვათ მე პოლიტოლოგი ვიყავი და პოლიტოლოგია სოციოლოგიის სახით ვსწავლობდი და გერმანისტიკა მაგრამ შემეძლო რომ აი იმათი სემინარები და იმათ პროფესორებთან ლექციებს დავსწრებოდი რაღაცეები მესმის რა მაგრამ იმის გამო რომ მე დავინტერესდი მაგრამ ამ ხალხს არ აინტერესებს კი არა ფეხებზე კიდია და უარეს აკეთებენ ესენი ხო ადამიანებს პირიქით ესე იგი მართლები რო იყვნენ რაღაცაში ცალდე მართლები რო იყვნენ იმდეს იზამენ რომ მაინც ესე იგი თვითონ გამოვლიან ყველაზე საშინელ მდგომარეობაში რა ამ შემთხვევაშიც კი რა ამიტომ რომ ამისი კომუნიკაცია სხვანაირად შეიძლება რა თქმა უნდა იმის მაგალითად რომ მე თქვათ რომ აი ამდენ ფულს რო ვიხდით 3 მილიონი რაღაცას ეს ფული საერთო ხალხის ჯიბი და ეს ხალხის ფული არის ასე თქვა იმან აქვე ყობახიძემ ხო ესაა მაგათი კომუნიკაცია არის ის რომ ფული და მე ვითომ ხალხის ფული ადარდებდეს ამას და თვითონ დადიან მერსედესებით მაშინ ადარდებ ჩვენი ფული როცა ნაყიდ და კოვიდ ფაშიზმის დროს რომ შემოიტანეს მილიარდები რო გადაიხადეს მილიონები კი არა მილიარდები რო გადაიხადეს ეგრეთ წოდებულ ვაქცინებში და უფრო მეტი რომ მოკლეს ვიდრე ვიდაც თვითონ იმან რა ქვია ვირუსმა იმსხვერპლა და უფრო მეტი რო დააავადეს აი მაშინ არ იყო და დღემდე არ არის ამაზე საუბარი აი ხალხის ფული საწავიდა და როდის კითხეს ხალხს ჩვენი ფული რაში გამოეყენებათ და რომელი პრეპარატები ეყიდათ ან არ ეყიდათ ამ ამიტომ მაგათი კომუნიკაცია არის ასე ვთქვათ კატასტროფული როცა ერთი პრო კოვიდის დროს შენ არ ხალხს არ შეეკითხე და პირიქით დააძალე გინდა თუ არა ახლა ეს დაიჭვეს ნემსიოდ და ახლა როცა ხალხს ყოველთვის იმშობლებს უნდათ რაღაცა წამალი ახლა ეუბნები რომ არა მაგ ფული სხვა პაციენტებს მოაკლდება იქ რა ქვია მას სხვა დაავადებებს რომელსაც ვეღარ უნკურნალებთ, ვისაც უფრო მეტი შანსი აქვს და ჩვენ ხო უნდა ავზომოთ და დავწონოთ და მიდის ფულზე მარტო საუბარი და რეალურად იმაზე რომ ადამიანის და ბავშვის სიკეთეზე და მას რას არგებს და რას ამნებს ეს პრეპარატი და აქედან გამომდინარე რომ იმშო ანუ ჰუმანური და ადამიანური პოზიციიდან რომ თუ კი უფრო მეტი არის სიკეთეები, მაშინ ჩვენ დაუშვებთ ამას, მაგრამ თუ კი მეტი რისკები არის, მაშინ ჩვენ ვერ დაუშვებთ. ეს უფრო გასაგები იქნებოდა. იმიტომ რომ თუ კი იტყოდი რომ აი ამერიკამაც კი გამოცა black box-ი და ამის მერე თვითონ თხოვა აშუს FDI მერე თხოვა უკან ვეღარ წაიღო თავისი დაშვებული იყო უკვე ბაზარზე მაგრამ თხოვა წარმოებელ კომპანიას თვითონ შეეძლო თვითონ შეეჩერებინა ეს პრეპარატი შემდეგ კვლევებამდე
თხოვნით მიმართა. ახლა თქვა უნდა წარმოებულ კომპანიას რაღაც არ გააკეთეს, იმიტომ რომ იმდენი ფულია ჩადებული შიგნით ამ კვლევებში და ახლა ერთი წამალი, ერთი რა ქვია მას თერაპიის ჩატარება, ერთი პროცედურა ღირს 3 მილიონზე მეტი და წარმოიდგინე ახლა რამდენი ფულზე არის საუბარი, როცა ათეულობით და ასეულობით ბავშვს გაუკეთებ ამას, ხო? იმაზე უარს ვინ იტყვის. იმად უნდა ფულის გაკეთება, ეს უნდა გვესმოდეს ხალხო რა. მაგრამ ხალხის უბედურება რაში არის, იცი ხალხო, რა თქმა უნდა არსებობს რაღაც დაავადებები, რომლებიც ამ ეტაპზე არის უკურნებელი. ეს არის ჩვენი რეალობა და ამას ვერ გავექცევით რა. არა ვართ ახლა არც არ ჩვენ იმისი ისა, რომ ჩვენ რაღაცა ესეთი თერაპიები შევქმნათ, რომ რაღაცები განკურნოთ რა, მათ შორის აი ეს უბედური დაავადება. ესეთ სიტუაცია არის. მაგრამ არის კომპანიები, რომლებიც ვაჭრობენ იმედით. ანა რეალური წამლით და განკურნებით არაბედ იმედით. აი რაღაცა წამალი მე გამოვიგონე და ეს თქვენ ბავშვს მდგომარეობას გაუმჯობესებს და აი ამ იმედზე რომ ჩაჭიდებული მშობელი თქვა ძნელია მე აბსოლუტურად მესმის ყველა მშობლისა რა. ღმერთთან უკრავს და ჩვენი ნებისმიერ ჩვენგან რო იყოს მდგომარეობაში, ჩვენც იგივეს დავიძახებთ და იგივეს მოითხოვდით, რომ ჩვენ ბავშვებს რაღაცა მაინც არ ყოფილა რაღაცა წამალი და ამერიკაში თუ უკეთებენ, ესე იგი კარგია. ახო ასე ის ვიფიქრებ ადამიანი, თავისთავად ესე იფიქრებ რა. და ყველა ჩაეჭიდება რაღაც ბოლო და რაღაც ერთი რაცა უნდა სუსტი იყოს აი ამ იმედს და იმისთვის ფულს არანაირი მნიშვნელობა ექნება მშობლისთვის რა თქმა უნდა აში მთელმა საზოგადოებამ უნდა მოახდინოს კონსულტაცია თუ კი წამალი რაღაცა რეალურ შვებას იძლევა უნდა გავიღოთ ყველა მესტანხები ჩვენი საერთო ჯიბიდან და უნდა მივაწოდოთ ბავშვებს მაგრამ არის ერთი მაგრამ აი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რო შევადოთ ევროპას რო გამიხდეთ ახლა ლოგიკურად და მართლა ცივი გონებით რა დატო არ განსხვავება ამერიკის შეერთებულ შტატებში FDI-მ დაუშვა რატო უშვებენ ისიქ წამლებს იმიტომ რომ იქ არის სხვანაირი ჯანდაცვის სისტემა და სხვანაირი დაზღვევის სისტემა. იქ საზოგადო დაზღვევა არ გადაუხდის იმას ამ 3 მილიონ ფულს. ანუ იქ კერძო თვითონ თუ არის ვიღაცა ამერიკელი მილიონერი, ის თავის ჯიბიდან ამოიღებს და გადაუხდის თავის ბავშვს ამ ფულს რა. ამაზე არის გათვლა რომ ვისაც უნდა დახარჯონ ფული. და პრობლემაა, ჩვენ მივაწოდეთ მათ აი ამ იმედს, აი ამ რაღაცა ვითომ მეორადი ეფექტების გაუმჯობესების წამალს, რომელიც რეალურად არ არის განკურნების წარმალი. ოღონდ უნდა ვთქვათ რა რეალურად სიმართლე მე ვარ სიმართლის თქვენი ადამიანი ხახო ჩემს უფრო მონგებიანი იქნებოდა მე ყვირა როგორც ბევრი ყვირის რომ აი მიეცით ბავშვებს წამალი დიუშენ დაავადებულ ბავშვებს მიეცით წამალი ატვაზე თქვენ აი მომწ წამლებს არ ვიქნებოდი მართალი ჩემს სიტყვასთან რა ასე რომ მეთქვა რა გადახედეთ რომელი და რა სახის გამოცემები იმეორებენ ერთი და იქნებოდა კობა და იგივე მოწოდებს გვესმის ფორმულადან რადიო თავისუფლება ამერიკის ხმა და აი ეს ლეოლიბერალი და გვარამია სასტავი აი ამაზე ცდილობს ააგოროს პროტესტი აი ამ არაფრიდან კი არა თქო დიდი ტრაგედიიდან ეს საუბარია ადამიანების ტრაგედიაზე თამაშობენ და ადამიანის ტრაგედიაზე უნდა თავისი ბინძური პოლიტიკა აწყონ გარკვეულმა ძალებმა და მე ღმერთთან დაიფაროს რა მაგისეთი იმისან პრაქტიკებისგან რომ რაღაცა პოლიტიკური ქულების დაწირის მიზნით ასე ვთქვათ სიმართლის გზას გადაუხვიო და არ გითხრათ თქვენ სიმართლე ახლა ეს მე რაც გამოვიძია ამ წამალთან დაკავშირებით ხო კიდევ გეუბნები მე ახლა არა ვარ მაგის სპეციალისტი არა ვარ ექიმი რომ მაგი იმას ვქნა გავტესტო და ვას პაციენტებს ვიცი მაგრამ რაც არის ესე იგი ღია წყაროებში ესეთი რაღაცა რომ აი ამერიკაში არის სხვა სისტემა დაზღვევების და იქ დაუშვეს იმიტომ რომ თვითონ მშობელი გადაიხდის ან გადაიხდიან ვიღაცა ნუ მოკრიბავენ იქ არის სხვანაირი სისტემა fundraising-ი არის fundraising არის რომ ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი ეხმარება ურიცხავს ერთ ადამიანს თქვა პაციენტს მის ანგარიშზე და აი ამ ფულით მე ყიდულობენ ამა თუ იმ წამალს და ასე მკურნალობენ იმ შემთხვევაში ხო ანუ უკეთებენ აი ამ წამალს ევროპაში სხვა ვარიანტი არის ევროკავშირში თუ კი დაუშვებენ წამალს რა ხდება იცი ემას რო დაეშვა ეს წამალი მაგალითად გერმანია რო ავიღოთ გერმანიის სადაზღვევო სისტემა ვალდებული იქნებოდა აი ამ წამლის ფასი გადაეხადა 3 მილიონზე მეტი ამათ არ აწყობთ იმიტომ რომ დაზღვევას დააწყვება ტვირთად გამინე რა ხდება და ამერიკაში აწყობთ იმიტომ რომ სხვა სისტემაა და ის ვისაც უნდა გადაიხდის ხო და აქ დაზღვევა უნდა გადაიხადოს და არ უნდა რა თქმა უნდა ამას დაზღვევას უნდა გადაიხადოს და აი აქედან ამათ ესეც უნდა გავიგოთ რომ აი ეს იყო ამათი мотиваცია თორემ აქ როც ყოფილიყო ამერიკული სისტემა აქაც იტყოდნენ რომ კი რა პრობლემაა დაუშვით კაცო ეს სამალი და ვისაც აქ ფული გადაიხადოს და იყიდოს და გაუკეთოს თავის პაშ რაც უნდა ხო მაგრამ არა იმიტომ რომ აქ უკვე ამათი სახელმწიფოს და სადაზღვევო კამპანიის სახელმწიფო სადაზღვევო სისტემის ვალდებულება იქნებოდა აი ამ 3 მილიონის გადახდა ყოველ დოზაზე და რა თქმა უნდა თქვენს რომ არა მოიცადა ჩვენ ამდენ პროცესში რაში გადავიხდით თუ კი ესე იგი წამალმა ვერანაირი ეფექტი ვერ აჩვენა მდგომარეობა ჯანმრთელობის ვერ გააუმჯობესა ყოველ შემთხვევაში სიცოცხლე ვერ გაახანგრძლივა მეორადი ეფექტების გაუმჯობესებისთვის ესაა მათი პოზიცია და რო გავიგოთ ცივი გონებით მართლა რა არის მათი არგუმენტები მეორადი მონაცემების როგორც სწრაფად დადგომა და რაღაცა კიდე მოძრაობა და რაღაცა გაუმჯობესებისთვის ჩვენ ამდენ თანხასაც არ დავხარჯავთ
თქვა ევროპელებმა და ამხელა რისკებსაც ვერ წავალთო, როგორიცაა იქ მისი გვერდითი მოვლენები შეიძლება ღვიძლი დააზიანოს და უფრო მალე მოკვდეს კიდევაც ბავშვი იმის მაგალითად რომ უფრო დიდი ხანი ცოცხლოსოდა. არაო, აი ეს არის ამათი პასუხი და ეს უნდა გავიგოთ და უნდა გვესმოდეთ. საუბარია კიდევ ერთხელ გეუბნებით ერთ კონკრეტულ პრეპარატზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა დანარჩენი პრეპარატები, რომელიც დაშვებულია მათ შორის ემას მიერ ევროკავშირში, ხო? რომ ის პრეპარატები არ მიიღონ ქართველმა ბავშვებმა. ეს ამას არ ნიშნავს. პირიქით, ალბათ იქნებოდა სწორი პოზიცია და ეს იქნებოდა სწორი პოზიცია ჩვენი ჯანდაცვის სისტემისგან, რომ ნორმალური ვიღაცა რო ყავდეთ ამის კომუნიკატორი, რომ ეს თქვას, რომ ხახნო ჩვენ კურნალობთ, როგორც ახლა კურნალობენ ევროკავშირში და როგორც ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს კურნალობის პროტოკოლები, აი მაგათაც დიუშენის დაავადებასთან დაკავშირებით, ზუსტად იმ პროტოკოლებით კურნალობთ ჩვენაც, ზუსტად იმ წავლებს ყიდულობთ ჩვენაც და ბოლო-ბოლო თუ საჭირო იქნება გაუშვებთ ჩვენ აი ამ ჩვენს პაციენტს გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში და იქ უკურნალებთ. მაგრამ ამას დაჭირდებოდა მაშინ გაცხადება მაგალითად რომ ჩვენ როგორც ევროპაზე ორიენტირებული ქვეყანა მაგალითად სიტყვაზე ვართ ორიენტირებული ემაზე და არ უყურებთ FDI-ს, იმიტომ რომ FDI არის რაღაცა ის მაფიოზები და ფანმამაფია რო იძახა, იმან რა ქვია. ხო, ჩემი რა თქვა ხო არა, მე ვლაპარაკობ რა, 10 წელია ვსაუბრობ ფანმამაფიაზე და გუშინ ამოღერღა როგორც თქვა კობახიძე, მე სიტყვა. ფანმამაფია ახსენა, კაცმა. მადლობა ყოჩაღ ირაკლი რომ აღიარე რომ თუნდაც ყოფილა მართლა ფარმაკოლოგიური მაფია მსოფლიოში. მაგრამ კოვიდის დროს არ გახსოვდა შენ ეს სიტუაცია რომ ფარმამაფია არსებობდა და იმას ფულის აკეთება უნდა ჩვენი მოქალაქეების უბედურების ხარჯზე. ავიც მეტი რა ვთქვა, აბა? ძალიან კარგი. როგორც ყველა სფეროში არის, ასე თქვა, ჩასვლილი საქმე ისე არის ამ სფეროში, რა საქართველოში. ზუსტად. არანაირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. თავისთვის არიან თავის სივრცეში, კანონები იქნება თუ რაც იქნება, არ საინტერესოა თავი გონიათ უკვე ხელშეუხებელი, გონიათ რომ აი ერთხელ მოაწყვეს მიტინგები, ვერ ჩამოგვაუდო ვერავინ მეორეჯერ ისეთი გამარგინალებულია ოპოზიცია, ხა იმან 25-ში გამოვა ესა რა ქვია, გახარი რა ვარი არის კაცო ისა ვინაც რა გვარამია და იმან რა უნდა გააკეთო და მართლა რა უნდა გააკეთო სიტყვაზე ხო, მაგრამ აი ისე შექმნა სიტუაცია აი ამ თავისი ჯიბის ოპოზიციებით რა რომ თვითონ უკვე არიან ძალიან განაგლებულები და გონიათ რომ ყველაფერი გავუთ, არ გავუვათ ყველაფერი. ხალხი ხალხია და ხალხი გამოვა და მე მაგიტომაც შეუერთდი. ყობა რომ საზოგადოების ბრალია ყველაფერი. 300-ზე ცოტა მეტი პარტია ქვეყანაში და ხალხი რამდენი ვარ. როდესაც ამ ყველაფრის უფლებას ვაძლევთ, ის ღირსები ვართ, ეს არის სისტემის ნაწილი. ყველა პარტია არის სისტემის ნაწილი ხალხურად და ეს პარტიობა უნდა დამთავრდეს. ეს 300 პარტია უნდა გაერიცხოს საქართველოსთან მთლიანად და პარტიულ სისტემა უნდა დავიუწყოთ საერთოდ რა, რაღაც ახალი უნდა შექმნათ სულ სხვა სახე და სულ სხვა პლატფორმაზე, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენ თვითონ ასე ვთქვათ, ჩვენი დებიდან გამომდინარე, ჩვენი ინტერესები გავატაროთ სახელმწიფო დონეზე რა, ამიტომ პარტიები გაატარებენ ყოველთვის თავის ვისრო და ვინაც გადაუხადა ფული იმათ ინტერესებს, ხო? ასე იყო ყოველთვის, ასე იქნება ყოველთვის. საქართველოში ამან არ იმუშავა. საქართველოში უკვე 35 წელი არის, ჩვენ ამ წელზე ვტრიალებთ. აი ამ პარტიულ ბრჭყალებში დემოკრატიაზე და შედეგი კი არის სახეზე რა და ამიტომ იყო აი ჩემი იმედი არის რომ აი სწორედ ქართულთა დიდი გაერთიანება რომელიც არ არის პარტია არის ზეპარტიული გაერთიანება და არის საზოგადოების საწყისზე შექმნილი დიდი გაერთიანება ჩვენ მოვახდენთ ქართული ხალხის ინტერესების დაცვას და გამოვიტანთ და დავაყენეთ აი ამ საკითხებს აი ამ პროტესტს და აი ამ მოთხოვნებს რომელიც ჩვენ გვაქვს რომელიც უკვე ჩამოაყალიბეთ და ჩამოთვალე აი ამ გადაცემის დაწყებაში. ყობა, მოდი ხა გადავიდეთ მსოფლიო პოლიტიკაზე და მინდა შევეხო ტრამპის ჩინეთში ვიზიტის შემდგომ პერიოდში მოხდა უკვე პეკინში სი ძინპინის და პუტინის შეხვედრა. რა პოლიტიკური ნაბიჯები ითმება ჩინეთის მხრიდან, რა გამოიკვეთა ნახეთ რა მოთამაში არის ჩინეთი უკვე მსოფლიო პოლიტიკის რუკაზე. შენი აზრით ეს მინდა რომ გავიაროთ და მერე გადავალ რაღაც დოზით ირანზეც, იმიტომ რომ მე ვნახე შენი პოსტი და იქ ძალიან საინტერესოდ ეწერა აშიშის თემაზე, რა მდგომარეობაში ჩინეთი გაჩხერილია ტრამპი და ჰორმუზის სრუტეში არის გაჩხერილი და ვეღარ გამოდის. მოდი მაშინ ესე ვთქვათ, ჩინეთი, ირანი და კუბა არ დაგვაუწყდეს კიდე ძალიან საინტერესო განვითარება ხდება კუბასთან დაკავშირებით მათ შორის რა. ნუ რუსეთი, პოლონეთი, იქ რაღაცა შვედეთი, ასე ვთქვათ, უკრაინა კიდე რა თქმა უნდა მოგვიწევს ამაზე საუბარიც. მაგრამ მოდი ახლა სხვა რაღაცას კითხავ რა. ესე იგი, ჯერ ვისაუბრო აი ამ პროცესებზე და მერე გამოვაკეთო დასკვნა თუ შეიძლება დასკვნა გითხრა და მერე გავშალო რატომ? მოდი დასკვნა თქვი შენი როგორც პოლიტოლოგის და მე უკვე ჩასვალე. აი. მგონი ისე აჭობებს. მაშინ მე გეტყვით ეს რაღაცას ხალხო რა.
ჩვენ ვსაუბრობთ ჩინეთზე, ჩვენ ვსაუბრობთ ესეც იქნება პატარა პროგნოზის სახით და ესეც შეიძლება მე ცალკე მოიჭრას, ამიტომ დაიწყე და გაიყვანე ბოლომდე. ნუ გავიწყდებათ სტუმრის და ჩემი გვერდის გამოწერა. ჩვენ როგორც წესი, მათ შორის პოლიტოლოგები ვსაუბრობთ ქვეყნებზე, კავშირებზე, აშშ-ზე, ჩინეთზე, რუსეთზე, უკრაინაზე, დიდ ბრიტანეთზე, ისრაელზე და შემდეგ. რომ ეს იყოს უფრო უკეთესი გასაგები, რომ შევხედოთ აი რა ხდება სოფლიო პოლიტიკურ სცენაზე. მაგრამ ეს არის მხოლოდ სიმართლის ნაწილი და მცირედი ნაწილი. ეს არის უფრო ფასადური, ასე ვთქვათ, ის მსახიობებსაც შევხედოთ აი ამ სცენაზე და ეს არ აჩვენებს იმ რეალურ სურათს, რასაც წარმოადგენს დღევანდელი სოფლიო რეალობაში. დღევანდელი სოფლიო უკვე დიდი ხანია გადაიქცა დიდი კონცერნების და დიდი სუპრანაციონალური რაღაც გაერთიანებების, ასე ვთქვათ, სათარეშოდ და სწორედ ისინი არიან წარმმართველი ძალები, მათ შორის ტექ გიგანტები, მათ შორის ციფრული გიგანტები, დღეს უკვე ფინანსური ცენტრები, რა თქმა უნდა, და მათ ზემოთ დგომი პატრონები, ვინაც ფლობენ აი ამ აქტივებს, აი ამ კაპიტალს და ვის ხელშიც არის ყველაფერი, მათ შორის მათი მარიონეტი მთავრობები. ამიტომ ხალხო დაივიწყეთ, რომ არსებობს ცალკე აღებული ჩინეთი, დაივიწყეთ, რომ არსებობს ცალკე აღებული აშშ და დაივიწყეთ, რომ არსებობს ცალკე აღებული რუსეთი და თუნდაც უკრაინა. ესენი არიან ფილიალები. ესენი არიან როგორც ასე ვთქვათ, შპს-ები, ისინი რაღაცა ცალ-ცალკე, ასე ვთქვათ, სამართველოები, რომელსაც ევალებათ ზემოდან მიდით დავალებები, დიდი კაპიტალის პრობლემებს, რომ ახლა ეს მოაწყოთ, ახლა ამაზე გავაკეთებთ დიდ პულს, ახლა იმაზე ვიშოვით კიდევ უფრო მეტ პულს, ახლა ხალხს ასე შევზღუდოთ, ახლა ხალხს ესე შევამცირებთ და ასე შემდეგ რა. და აი ეს არის ის პროცესები, რომელსაც მე ჩვენ ვხედავთ ღიად. თორემ იმის იქით რა ხდება, სად იგეგმება ეს პროცესები და რა მიზნები აქვთ მას, ამას ჩვენ ვხედავთ და მას ჩვენ არ დაგვანახებენ. ეს ჩვენ უნდა დავინახოთ და ამოხსნათ იმ პროცესებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ გვაყურებინებთ და რაც რეალობაში ფაქტები დგება და აი ამიტომ აქვს აზრი პოლიტოლოგიურად და მეცნიერულად აი ამ მოვლენების განხილვას, რომელიც აი ამ პოლიტიკურ ავასცენაზე ჩვენ თვალწინ სტრიალებს. და დავიწყოთ მაშინ ჩინეთიდან, როგორც შენ ახსენე და სწორად აღნიშნე, რომ მნიშვნელოვანი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ტრამპის და სი ძინპინის შეხვედრა, რომელსაც მოყვა ერთი კვირის განმავლობაში არც კი გასულა, უკვე პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა იგივე პეკინში, ხო? ჯერ მარტო ის ფაქტი, რომ ორივე ლიდერი, როგორიცაა ტრამპი და პუტინი ჩადიან პეკინში, სიმბოლურ დონეზე და რეალურად აჩვენებს აი ამ დიდ როლს, რომელიც პეკინმა და ჩინეთმა ესე იგი მიიღო ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში თეკლა. აი განსაკუთრებით ბოლო 5 წელი, განსაკუთრებით რაც ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო მათ შორის უკრაინაში, აი მის მერე ჩუმად ჩინეთი თავის 5 წლების გეგმებში ისე განვითარდა, რომ დღეს გახდა უკვე თუკი ესე იგი პირველი ძალა არ არის, ყოველთვის საპირწონე მაინც ფაქტიურად ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონის მეორე მხარე გადამწყვეტი ძალა გახდა მსოფლიოში. არა მარტო ანგარიშგაწევი, არამედ ის ძალა, რომლისკენაც ყველანი ასე ვთქვათ მიდიან და მიისწრაფიან და რომელსაც გავლენა აქვს ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაზე, ისე რომ თვითონ აქტიურად ომში არ ერთვება. ანუ აი როცა საუბარი არის ქვეყნების სუვერენიტეტის გარკვეულ დოზაზე, ხო გეუბნები რომ აბსოლუტური სუვერენიტეტი არც ქვეყანას არ გააჩნია, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა არიან ქვეყნები თავისი დიდი ძალის გამო, თავისი დიდი სამხედრო და სამეცნიერო ტექნიკური პოტენციალის გამო და მოსახლეობის და ეკონომიკური ზრდის გამო, რომელთაც უფრო მეტი ასე ვთქვათ, დაცულობა და უფრო მეტი სუვერენიტეტის დოზა გააჩნია, ვიდრე სხვა ქვეყნებს, ორივე მაგალითად საქართველოს, რო შევადაროთ. და პირველ რიგში არიან ეს აშშ და ისე ჯერ კიდევ რჩება აშშ, როგორც დიდი მთავარი პირველი ძალა და ჩინეთი უკვე ერთ დონეზე დგანან სუვერენიტეტის მხრივ. სუვერენიტეტის დოზის და დონის მხრივ. აი ამის ქვემოთ შეიძლება ვთქვათ, რომ იყოფებიან ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად რუსეთი, მათ შორის როგორიცაა მაგალითად ირანი, ისრაელი იქ თავის პოლიტიკას ატარებს და დამოუკიდებელია დიდი ბრიტანეთი, აი ეს ქვეყნები რა. მათ აქვთ უფრო ნაკლები, მაგრამ მაინც იმაზე მეტი სუვერენიტეტი, ვინაც მესამე დინგის ქვეყნებზე, იმიტომ რომ რატომ? მათ გააჩნიათ მაგალითად როგორც რუსეთს გააჩნიათ დიდი ბირთვული არსენალი და ის თავის თამაშს აწარმოებს, ასე თუ ისე თავისი ინტერესების, თავისი რა მის იმელიტების ინტერესების რაღაცა, რომელი ელიტებიც სიან იქ დაყენებული არის მსოფლიო გლობალური მმართველობის მიერ გარკვეული პროგრამის განახორციელებლად, ესე ვთქვა და აი ესე რო ჩამოაყალიბებთ. ასევე ირანი, რომელმაც აი თავისი წარმატებული ომის ფონზე გაიმუჯობესა თავისი სუვერენიტეტის დონე, ხო? აი ესე რო ახსნათ რა, ამას მნიშვნელობა აქვს პრინციპში სუვერენიტეტის დონეებს. და ის რომ აი ყველა ჩადის პეკინში სი ძინპინთან და აი მას ასე ვთქვათ მის ხალიჩაზე, ხო? თაყვანს სცემს,
ეს აჩვენებს თუ რა დიდი განვითარება გაიარა ჩინეთმა ეს სწორედ ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ჩინეთი გაძლიერდა ომის გარეშე, ის გაძლიერდა ეკონომიკურად, ის გაძლიერდა იმით, რომ მას აქვს კრედიტები და ბევრი ქვეყანა არის დამოკიდებული, თუმცა ჩინეთს არის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი არის ნაკლები, იმიტომ რომ ისინი დამოკიდებული არ ჩინეთზე. ჩინეთი ნაკლებადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე, ვიდრე რუსეთია დამოკიდებული მაგალითად ჩინეთიდან მიწოდებულ ტექნოლოგიებზე, მათ შორის აი ჩიპები უნდა ვიყიდოთ ახლა ჩვენები რო აწარმოებთ ჩვენი არ ყოფნის რა ანუ 10 წლეულებით ჩამორჩენ დასავლურ ჩიპების ტექნოლოგიას რუსეთი და კი ავითარებენ, მაგრამ ახლა მაგნისთან განავითარებენ, ახლა ჭირდებათ და მაშინ იყიდია ჩინეთიდან, ხო? აი არ დაჭირდებათ ეს ჩიპები მაგალითად, ხო? და სხვა სახის ტექნოლოგიები. იგივე შეიძლება ვთქვათ მაგალითად ჩრდილო კორეაზე, რომელიცაც გააჩნია საკუთარი ატომური არსენალი, მაგრამ დამოკიდებულია ჩინეთზე. მაგრამ მარტო ჩინეთზე პრინციპში, ხო? და შეიძლება ნაწილი რუსეთზეც რა. ანუ რაღაცა დონის სუვერენიტეტი მაინც გააჩნია სოფლიო დონეზე. ყოველ შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნები ვერ იმაშვებიან ისე რა, ვერ უძაბავენ და ვერ ახვევენ თავზე თავისნებას, როგორც მაგალითად საქართველოს ვისაც უნდა ყველა უპარტნიორებს თავში რა. იმიტომ რომ არც ბირთვული იარაღი არ გვაქვს და არც სხვა რამე მექანიზმები ჩვენი ინტერესების დაცავად. სამწუხაროდ. ამიტომ აი ჩინეთი არის ძალიან გაძლიერებული აი ამ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, აი ამ ამერიკის და ტრამპის ასე ვთქვათ პოლიტიკის ფონზე მათ შორის, ხო, აი იქ ტრამპის მიერ მოწყობილი არეულობა დასავლეთის ასე ვთქვათ დეზინტეგრაცია ნატოსი როგორც აი ვთქვათ ევროპა ცალკე რაღაცა საკეთებს და ამერიკა თავის ინტერესებს ატარებს და გაურკვეველი სიტუაციაა და ამეთი ასევე ამაზე თამაშობს ჩინეთი ის უკავშირდება ევროპასთან უნდა მას ვაჭრობა და ამიტომ ევროპასაც ურჩევნია ახლა ჩინეთი ყავდეს გარკვეულწილად პარტნიორად რომ ამერიკას მაინდა-მაინც ყველაფერში არ დაემორჩილოს აი ძალიან მრავალ შროვანი ჩაჭრადებო თამაში მიდის. მათ შორის რუსეთს და ჩინეთს შორის, თქვენ არ გიგონოთ რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ახლა ჩამოყალიბდა რაღაცა მძლე კავშირი ძმური, არა პირიქით. სიციფინმა განაცხადა რომ არავითარი კავშირი არ არის, ეს არ არის ვთქვათ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ადგილი არ გააჩნია მათ შორის, ხო? ისინი ამას უწოდებენ პარტნიორობას, ეს არის არა მოკავშირეობა, არამედ პარტნიორობა, კონსტრუქტიული პარტნიორობა, პარტნიორობა ასწავლებს, იცი რომ აი თუ კი ორივეს რაღაცა გვაწყობს, მაშინ ჩვენ ვითანამშრომლებთ რა. აი თუ კი მე მინდა შენი ნავთობი და გაზი, მაშინ მე მივიყიდი შენგან ნავთობი და გაზს. პრობლემა არაა და მე არ ჩავაგდებ ამერიკის ან სხვათა დაწესებულ სანქციებს აი ამ გავზე, მე ვიყიდი და შენაც კიდე ჩემთან იმას შენ იყიდი და თუ კი ჩვენ ერთმანეთთან რაღაცა საკითხებში მაგალითად შევთანხმდით, ხო და ეს მათ განაცხადეს, რომელ საკითხებში შეთანხმდებიან, ამ საკითხებში ვითანამშრომლებთ. მათი განცხადების მომენტები, რა ვთქვათ, რა მომენტებში იყო საუბარი გამოხმელებული ყურადღება, ერთობლივ განცხადება სიძინპინს და პუტინის იყო, რომ უნდა სოფლიოში არ უნდა დაუშვათ ყოველ შემთხვევაში ახალი მილიტარიზმის განვითარება, ანუ მილიტარიზება ქვეყნებისა და ამის აღორძინების წინააღმდეგ უნდა გამოვიდეთო და ახლა როცა საუბარია მილიტარიზმზე, რა თქმა უნდა ვიგულისხმოთ ბრჭყალებში და ფრჩხილებში იაპონია. რატო? იმიტომ რომ იაპონია არის ჩინეთის სამეზობლოში და იაპონია მისი მილიტარიზმი და მისი ახალი იაპონია, რა თქმა უნდა, მეორე მსოფლიო ომის ისტორია და ამბავი ჩინეთს არ დაუწყებია და ყოველთვის ტრავმა არის, რომ იაპონია თუ გაძლიერდა მილიტარისტულად, ისევ იქნება რაღაცა საფრთხე ჩინეთისთვის და ამას ჩინეთი ამიტომ არ დაუშვებს, ხო? აი ესეთი პუნქტი იყო მილიტარიზმის არ დაშვება და ამის წინააღმდეგ გამოსვლა. ჩინეთი გამოდის და გამოვიდა ზოგადად ჰეგემონიის წინააღმდეგ, რომ არ უნდა არსებობდეს ერთი ქვეყანა, რომელიც იქნება ჰეგემონიო, და აქ ბრჭყალები გავხსნათ და აშშ, აი ხო მილიტარიზმზე უნდა ვიგულისხმოთ იაპონიის წინააღმდეგ იყო გაკეთებული განცხადება. და ჰეგემონია რო თქვა რომ ცუდიაო, ეს აშშ-ის წინააღმდეგ და აშშ-ის ჰეგემონიის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება, რომელშიც პუტინმაც მხარი დაუჭერა, რომ აი ისინი ერთობლივად იმუშავებენ არა მონოპოლარული, არა ერთი ჰეგემონიის სამყაროსი, არამედ მულტიპოლარული თუ არა ორპოლარული მაინც. ალბათ სადაც იქნება მეორე პოლოს ჩინეთი და რუსეთი მისი იუნიორ პარტნიორი შეიძლება ასეთად, მაგრამ არა მოკავშირე, ჯერ კიდევ არ არის მისი მოკავშირე. და ჩვენ ვახსენეთ ჩვენ წინა გამოსვლებშიც აი ეს თუ კიდე ეს ხაფანგი, რომელიც უხსენა სიძინპინმა ტრამპს, რომ არ გვინდაო რა, ესეთი ომი არ გვინდაო რა ტრამპს უთხრა. თუ კიდე ეს ხაფანგი არის რომ მესამე მსოფლიო ომი მოხდა მაშინ ამ ორ სახელმწიფოს შორის თუ კი ისე ვერ დალაგდებიან რა და ახლა იქნება ამას თავი ავარიდოთო, ეს იყო სიძინპინის გზავნილი ამერიკის შტატებისადმი. მაგრამ მეორე მხრივ ამერიკის ჰეგემონიას არ უნდა ჩინეთს რომ მიიღოს და უნდა რომ აი ასე როგორც აქამდე ძლიერდებოდა აქტიური ჩარევის გარეშე და ომში ჩარევის გარეშე
და მიაღწია ჰეგემონარიულ თითქმის თანასწორ პოზიციას ამერიკასთან. აი თუ კი ესე გაგრძელდება პროცესი, ჩინეთს აწყობს რა, ხა ეს რო გავიგოთ რა. ჩინეთს აწყობს რომ კვლავ გაგრძელდეს უკრაინა-რუსეთის ომი, აწყობს რომ კვლავ გაგრძელდეს იქ ირანში ომი ამერიკის და ამის ჩართულობა და თუ კი უფრო მეტ ომებს დაიწყებს, როგორც მაგალითად კუბა შეიძლება იგიც აწყობდეს, იმიტომ რომ აი ამ დროს ჩინეთი სხვათა ერთმანეთის კიკლაობის და ასე ვთქვათ რესურსების ხარჯვის დროს ჩინეთი პირიქით გაეძლიერებს თავის რესურსებს და გაძლიერდება. როგორც ბრძენი მაიმუნი ზის თავის გორაზე და თაზე და უცდის როდის ჩამოვლიან მისი მტერი ვეფხვის გვამი როდის გამოატარებს მდინარე. ხო აი ამას ელოდება და აი ამიტომ თქვენს რომ აი ჩვენ ეს კავშირი არა გვაქვს. აი მათ ყოველთვის ჩინეთმა განაცხადა სამი არას პრინციპი. სამი არა, რაც გაცხადდა ამ შეხვედრის შედეგად და ერთი არა იყოს როდის რომ ჩინეთი და რუსეთი არ არის მოკავშირე ქვეყნები და არა გვაქვს სამხედრო ან სხვა სახის კავშირი. ხო? ანუ ესე იგი, რუსეთი რო თავის ომს გააგრძელებს, ჩინეთს არ ავალდებულებს რომ იმ ომში ჩაერიოს. ან და პირიქით, აი ჩინეთმა რო დაიწყოს ომი ტაივანზე, რუსეთი არ არის ვალდებული რომ იქ თავის ჯარები და სხვა სახის ტექნიკები გააგრძელოს. ხო? აი ეს ერთი არა და მეორე არა თქვენს რომ ეს ჩვენი ურთიერთობა არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. მათ შორის ეს იყო გზავნილი ევროპაზე, რომ თქვენ წინააღმდეგ არა ვარ მომართული და მე არ უჭერებ ხალხს რუსეთს არ შეგეშინდეთ, მე რუსეთის თქვა ხარდამჭერი არა ვარ, თქვენ შორის რომ ომი მოხდეს, მე შემიძლია თქვენთან ცალკე გქონდეს ჩემი სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან და მე დაინტერესებული ვარ აი ამ ურთიერთობების გაძლიერებით და გაღრმავებით. ეს იყო ჩინეთის, ამიტომ ამ ზოგადად აი ამ შეხვედრიდან და აი ამ კომუნიკედან, აი ამ დეკლარაციიდან გაკეთდა მე დავინახე როგორც პოლიტოლოგმა და უფრო მეტი მოგებული რა თქმა უნდა არის ჩინეთი. ჩინეთმა ისარგებლა ამ მდგომარეობიდან რუსეთი უფრო დამოკიდებული არის იმის გამო რომ თავისი ომის პრობლემები უკრაინაში მოუგვარებელია და ამერიკამ ვერ მოუგვარა იმ ანკორიჯის სუმა და ანკორიჯის შეთანხმებებმა ალასკაზე. მიუხედავად იმისა, თქვა ხო ჩვენ მაგის იმედი ქონდა უკაცო შეგვიყვირდენო ამერიკელები. ლავროვმა თქვა რომ შეგვიყვირდენო მაშინ სიტყვიაო და მოგცემ პირობაო და გავიდა ერთ წელი და რაფერი არ ხდება გვიკვირსო ჩვენ და ეკაიდე დამიშვილო აი უსწავლო თქვა აი როცა სიტყვია როცა შეგვიყვირდენო ნატო გაფართოვდებაო რა ის სიტყვა შეასრულეს თავის როზე ამერიკელებმა აი ამ დებილმა რუსებმა კიდე ბოდიში ამ სიტყვაზე როდის უნდა ისწავლონ ჭკუა როდის უნდა ისწავლონ რომ ამერიკის სიტყვაზე ნდობა და თუ კი რაღაცა ხელშეკრულებაში არ ჩაწერენ და ხელი არ მოაწერეს იმას და არ დადოსტო და ის ყველანაირი სამართლებრივი საერთაშორისო ნორმებით ისე და ის შეიძლება იგის დაარღვიონ არა სიტყვის თქმას რა უდგას კაცო სიტყვას დაგამადლებენ შენ თუ მაგ სიტყვის თქმაში ვენესუელა ჩააბარე და მე მგონი ესე იყო საქმე იმიტომ რომ ვენესუელა ის ერთ დღეში აიღო წაიყვანა ის მადურო და მოიყვანა თავის ხელისუფლება ამერიკამ რომ ფაქტიურად რა შეეძლო ან რუსეთს ან ჩინეთს ან ვინმეს იქ რა თავისი სპეცსამსახურები და რაღაცა თუნდაც მადურო მაინც დაეცვა შეეძლოთ მაგრამ მე მგონი ეს იყო გარიგების ნაწილი ალბათ იქ მე ასე ვფიქრობ რომ შეიძლება ქონდეს და გარიგებას ადგილი რომ აი ამერიკის დასავლეთ ჰემისფერო ჩვენ ანუ ამერიკის ორივე კონტინენტი და უკრაინა თქვენ რა ალბათ ამერიკელებმა მას უთხრეს რომ ჩვენ უკრაინას ვაიძლებთ რომ გაიყვანოს ჯარები თქვათ იქ დონბასიდან და ევროპასაც ვაიძლებთ რომ გააჩეროს ხალდაჭერა და თქვენ საქმეს მოიგვარეთ მათ მაგრამ ხელი არ შეგუშალოთ ჩვენ გვინდა ვენესუელა ეს არის ამერიკის კონტინენტი და თქვენ აგესაქმებათ რა და ამაზე ალბათ ეს დებილი რუსეთი დათანხმდა დებილი ბოდიში დებილები არიან ახლა პუტინი რა ბოდიში მაგრამ ეგრეა კაცი რომელმაც თქვა სიტყვები როცა დატოს გაფართოებაზე აქ ნათქვამი რომ აი ჩვენ მაშინ შეგვიდენო ერთ წინის დროს რომ არ გავფარდოდებითო ხო აინა ლაბიშალი ნადული ეს ხომ ისტყვებია ნადული ჩვენს ნადული ესე იგი გაგვაცურაკეს და კაი ერთხელ გაგაცურაკეს შეკადმაშვილო მეორედ გაგაცურაკეს მესამედ უკვე რა გაქვია ამას ესე იგი ამას უკვე სიდებილეც აღარ ქვია ხო ან მართლა შტერი ხარ ან თავში შტერებ და მე მგონი უფრო თავში შტერებ რა მე მგონი უფრო ვიღაცის მიერ დასმული ხარ დასმული რა როგორ ელცინმა ტყუილა არ დაგსვა შენ თავის ადგილზე ელცინმა რომ რაღაცა პროექტები და პროგრამები რომელიც ჩადებული იყო მაშინ უკვე განსახორციელება და შენ გაახორციელო ხუთიანზე და დედაუტირო ამ რუსეთს ბოლომდე რომ დაშალა და დააქციო იმიტომ რომ სხვანაირი ახსნას ამას მე ვერ უნახავ რა როგორ შეიძლება კიდე სიტყვაზე ნდობა ამერიკისთვის რომ მე წავიღებ ვენესუელა შენ წაიღე უკრაინა და ამერიკამ კი წაიღო ვენესუელა ერთ დღეში და უკრაინაში გამდგომარეობა კი ხედავ ხა უფრო მეტი დრონები მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და საქმე იქამდეც კი მივიდა და მიდის რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ხო რაგვარი არის ეს კაცი
ულფ კრისტენზენი თუ არ ვცდები, აი ახლა შეხვდა ნატოს გენერალი რო არის რა, ეს ჰოლანდიელი მარკ რუტე. და მარკ რუტეს ეუბნება ეს შვედი რომ ჩვენ უკრაინას უნდა დავეხმაროთო, მისი უკრაინული დრონების უფრო ეფექტურად მართვაშიო რომ აქეთ რო არ შემოფრინდესო. ევროპის ქვეყნებისკენ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ხო შეფრინდა იქ რა ქვია, ბალტიის ქვეყნებში და ესტონეთში და ლიტვაში, ლატვიაში და აი, ანუ ჩვენ უნდა დავეხმაროთ სწორი მიმართულებით რო იფრინონ ამათმა დრონებმაო და ჩვენი დრონებიც კი რომ დავახმაროთ კიდევ ჩვენი შემტევი დრონებიო უკრაინას, ანუ უკვე პირდაპირ გამოდის ღია და ამ კონფლიქტში ევროპის ჩართვაზე. კობა, პოლიტიკური თამაშის ნაწილი ხო არ გონია ეს ყველაფერი და არა რუსეთის მხრიდან გაუაზრებლობის. არიცი ყველაფერი არის პოლიტიკური თამაში რა, მაგრამ საქმე იმაში არის, ვის თამაშს თამაშობს გარკვეული აქტიორები და ვინ დააჯინა და ვინ დასვა ეს აქტიორები თავის სავარძლებში, რომ გარკვეული თამაში ითამაშონ. თორემ, აი რუსეთს რომ თავიდანვე ემოქმედა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სულ სხვა პოლიტიკას გაატარებდა, როგორც საქართველოს მიმართებაში, ასევე უკრაინის მიმართებაში, ხო, ასევე ზოგადად ევროპის მიმართებაში. ძალიან ბევრ რამეს სხვა მე რო ყოფილიყავი, სულ სხვა და სტალინი რო ყოფილიყო, მე კი არა თქვა და სტალინი რო ყოფილიყო, წარმოიდგინეთ ახლა, ხო? რას იზამდა სტალინი ამ სიტუაციაში? თუ კი ის, რა თქმა უნდა, და სტალინი იმოქმედებდა რუსეთის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. სტალინი არ დაუშვებდა უკრაინის დაშორებას რუსეთისადმი აი ამ ბოლო 10 წლების განმავლობაში. სტალინი არ დაუშვებდა იქ ანტირუსული ხელისუფლების მოყვანას და იქ იმ პროცესებსაც წავიდა და მთელი ამ დროის განმავლობაში არანაირი რეაქცია არ ჰქონდა, ხო, რუსეთის მხრიდან, ხო? სტალინი არ დაუშვებდა ევროპის და ზოგადად ნატოს გაფართოებას რუსეთის საზღვრებამდე. არ დაუშვებდა და იმოქმედებდა ხისტად. ხისტად მოქმედება, თუ კი სხვა გზა აღარ არის, ქვია იმას, როგორც მოხდეს ირანი, მაგალითად, თავის ინტერესებს აცავდა ბუთქა იქ სადაც საჭირო იყო, ყველა მეზობელს იქნებოდა ეს საუდის არაბეთი, იქნებოდა ეს ემირატები, იქნებოდა ეს კატარი, პირდაპირ უშუალო ამერიკის მოკავშირეები და ისრაელსაც მარეუჯერ მოხდა კიდე, ხო? მისი გამოსვლელი რაკეტები, ხო? აი, კონფლიქტის დაწყების პირველივე თვეში რუსეთს რო ებუთქა 1-2 რაკეტა, მათ შორის ევროპის ცენტრებისთვის არავინ არ აფიქრებდა ამ კონფლიქტში ჩართვაზე რუსეთის წინააღმდეგ. ეს არ გაკეთდა დღემდე არ კეთდება და არც გაკეთდება ალბათ რა. ახლა ისეთ იარაღის ჟღავი და ხმის ჩვენება რომ ახლა ჩაიყვანა ეგ თავისი ბირთვული არსენალი გადაისრულა ბელარუსში და უკვე იქ ამ რუსული ატომური რაკეტები არის განლაგებული ბელარუსში, ხო? ბოლო დაშინების ცდილობა თუ რა არის, მე არ ვიცი რა, გონია რომ იმ ბაკულას ღორების არ იყოს, ხო? იცი გენერალი რო ჩამოიყვანა და გაიარ გამოიაროს, იქნებ შეეშინდეს ამ ბაკულას და მისი ღორები მოთეკოს რო არ გადმოვიდეს ჩემთან, ხო? ხო გახსოვთ ბაკულას ღორები და ეს გენერალი დადიოდა და ну что, пугается ბაკულა, აი ეშინია ბაკულას, пугается, ну ბაკულა не пугается, მისი ღორები მაინც გადმოდიან. აი როგორც ესე იყო აქამდე ევროპა не пугается, მისი დრონები მაინც გადმოფრინდებიან და უკვე მოსკოვსაც უმიზნებენ, ხო და აი ესეთი მდგომარეობა და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, მინდა გითხრათ ალბათ კიდევ უფრო გაუარესდება რუსი ხალხისთვის, რუსეთის მოსახლეობისთვის, სამწუხაროდ თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანები ყველა ადამიანებია. ვიღაცა იტყვის რომ ღირსები არიან, მაგათი დაცვატირეო, მაგრამ ნუ ახლა მე რაც სხვანაირად უყურებ საქმეს, მეტყვი რომ ძალიან ცუდია რომ აი ვერ ხვდება ხალხი რომ ყველა ქვეყანაში ადამიანები, ხალხი ყავთ ისე ჩაყენებული აი ამ ფსიქოლოგიურ ტერორით. და როგორც ჩვენ გვიწყობენ, ჩვენ დაწყობ ფსიქოლოგიურ ტერორს ახლა დაგაჯარიმებთ და დედას გიწევთ და რაღაცა ხმა არ ამოიღოთ რომ ციხეს ჩაგაგდებთ და ისე არის რუსეთშიც, ისე არის უკრაინაშიც, ისე არის ისე არის დიდ ბრიტანეთშიც კი რამდენი ხალხი დაიჭირეს იმის გამო რომ გამოვიდა ინტერნეტში და რაღაცა თქვა თავისი ინტერესის დააცავა, თავისი ქვეყნის და სამშობლოს დააცავა თქვა რაღაცა თუ რა ის კი არა კაცო. და იმაში რა ქვია ესპანეთში გოგო აქტივისტი მემარჯვენე დააკავეს, დააჭირეს იმის გამო რომ იძახოდა რომ ძალიან ბევრ უცხოელებს და ძალიან ბევრ მუსლიმანებს უშემოუშვებთ წალეგეს ქვეყანაო რა. ამის გამო დააჭირეს და იმის გამო რომ ისრაელის სიონიზმი გააკრიტიკა რა. აღარ უნდა მოიყო ხმა არაფერზე და აი ესეთი მდგომარეობა ყველგან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ არანაირი რისკი არ არსებობს რომ მართლა მოხდეს რაღაცა ესკალაცია, მაგათაც იმ ატომური, იმიტომ რომ მიდის სადაც ძალიან საეჭვო მზადებები, რაღაცა ვარჯიშები, იქ ატომური რაღაცა სკაფანდრი, როგორც იმაზე იყო სკაფანდრები, ხო ის ვირუსი, ხო, ახლა ამაზე. ანუ ამათ აქვს სცენარები, ერთ-ერთი სცენარი არის ვირუსი და პანდემია. თუ კი ვერ მოქმედეს და ვერ დააშინეს ხალხი, დაშინებაზე ყველაფერი. მაშინ მეორე სცენარი ატომური. მომზადებული. მეორე სცენარი ატომური ომი და ატომის გაჟონვა, რაღაცა ქოქებას ბინძური ბომბის აფეთქება და ამის გამო უნდა ჩაიცვას სკაფანდრები, ამის გამო უნდა იჯდე პადვალში და არ უნდა ამოკვიდე შენი იმიდან.
თავარია ხალხი ამოკედონ და მიზეს რას მოიფიქრებენ მაგას ამშრალობა აქვს საბოლოო ჯამში ხო აი ამიტომ ამას ყველაფერს მე მგონი ამას ყველაფერს ათამაშებენ აი ამ ატომურ კარტასაც ათამაშებენ აი ამ ბელარუსში და ვითომ ახლა არის საშუალება რომ ბელარუსი დაესხან თავს ან უკრაინას ან ბალტიის ქვეყნებს და ამის საპირწონოდ უკვე გითხარით რომ შვედეთმა რა განაცხადა ესა დღევანდელი განცხადება და მალე პოლონეთმა რა განაცხადა პოლონეთმა განაცხადა რომ ნატოს დიახაც შეუძლია ჩაერთოს ამ კონფლიქტში უკრაინის კონფლიქტში თუ კი უკრაინის კონფლიქტში მოხდება ესკალაცია თუ კი რუსეთი რაღაცა აი სხვა სახის ძალებით შეუტევს და უფრო მართლა სერიოზულად თუ კი მართლა ბოლო რეალურ ომს დაიწყეს აქამდე რეალური ომი არ დაუწყდა არ მიყავდა მართლა ეს ვთქვათ არ ომობდა რუსეთი რა ხო და თუ კი იომებსო მაშინ შეიძლება რატომაც იომოს რა ეს თქვა განაცხადა ვინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ამიტომ ესე იგი ეს რიტორიკა ყველა მხრიდან როგორც პოლონეთის ისე შვედეთის ისე სხვა ქვეყნებიდან ხდება უფრო მილიტარისტული ხდება უფრო ეს თქვათ თავი რომ ჩვენ მზადა ვართ და ვიომებთ კიდევაცო და მეორე მხრიდანაც ხედავთ რომ უკვე პუტინიც მე არ ვიცი რა ნებართვა და რა კარტბლანში მიიღო მან სი ძინპინისგან და რა შეთანხმებას ჰქონდა იქ ადგილი და ეს არის რა თქმა უნდა ეს შავი გედი რომელიც არ ვიცით როგორ როდის აფრინდება რა თუ კი სი ძინპინმა მიიღო გარანტიები იმაზე რომ მას შეუძლია აწარმოოს თავისი კამპანია ტაივანის საბუნებლად და ტაივანის საერთებელად ხო არ ვიცი გააკეთა თუ არა მან ეს შეთანხმება ტრამპთან ამის საფასურად რა გადაიხადა და დიდი ეჭვი მაქვს რომ შეიძლება მას კონდეს გადახდილი საფასურად კუბა და კუბაში ამერიკის ინტერვენცია შეიძლება ტრამპმა როგორც რუსეთს შეთავაზა უკრაინა გავცვალოთ იმაშიო ვენესუელაშიო შეიძლება ასევე ძალიან შპაგი კაცი არის შეიძლება სიძიპი შეთავაზა რომ აი რა ქვია კუბა გავცვალოთ იმაშიო რა ქვია ტაივანშიო და ტაივანი შენ და კუბა მეო რატომ მაფიქრებს ამას იმიტომ რომ აი ტრამპის ძალიან საინტერესო ორი განცხადება ერთი განცხადება მან ჯერ კიდევ ჩინეთში გააკეთა და როცა დაბრუნდა ჩინეთთან ეგრევე მაშინ განაცხადა რომ ნუ ახლა სად ამერიკა და სად ტაივანიო რაღაცა 100,000 მილითაა დაშორებული ტაივანი ჩვენგან და ჩინეთიდან არის რაღაცა 70 მილშიო ხო 70 კილომეტრშიო რა ვიცი რა ამშულობა აქვს პრინციპში პარსა თავი შეიკავა ჯერ სი ძინპინთანაც თავი შეიკავა მაგ თემაზე პოზიციის და ნუ ხალხს აუთხენ მაგრამ იქ საუბარი იყო მაგაზე აშკარად რა როგორც ტაივანზე და მე ამის მე რომ თქვა რომ ახლა ნუ ჩინეთი და ტაივანი 70 მილითაა დაშორებულიო რამდენიმე დღეში თქვა რომ აშშ და კუბა 70 მილითაა დაშორებულიო პარალელს ხედავთ და აი ამის ფონზე მისი სახტები ანუ საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბი რომელიც თვითონ არის წარმოშობით კუბელი და კუბელი ემიგრანტების შვილი არის ამბობს რომ უკვე დრო არის რომ კუბელი ხალხი გავათავისუფლოთ და მათ მივცეთ თავისუფლება და ეს იწვევს ძალიან დიდ გაუგებრობას ამერიკის გენერალიტეტში იმიტომ რომ ჯარი ხო გჭირდება თუ კი მართლა რეალურად შენ ფიქრობ მთელი კუნძულის სამხედრო გზით აღებას მისი ესე ვთქვათ გადასხმას ფორსირებას აი მთელი ფლოტი უნდა გადასხარო მოახდინო კი მართლა დიდი კუნძული არა მაგრამ იმის აღებას უნდა უზარმაზარი ძალები ჯარები თუ კი მართლა მთლიანად გინდა კუნძულის აღება რა ფართო სრულ მასშტაბიანი ომი ჭირდება და მაშინ უნდა მოახდინო დიდი ძალების კონცენტრაცია იქ მაგრამ განსაკუთრებით ახლა მაინც ძალები კონცენტრირებული რჩებიან ახლო აღმოსავლეთში ირანის სიახლოვეზე გარკვეული ძალები რჩებიან ევროპაში და მიუხედავად იმაზე რომ ითქვა რომ 500 ჯარისკაცი უნდა გაიყვანონ გერმანიიდან ართქმულა საით უნდა გაიყვანონ და აი ნახეთ ერთი მხრივ ითქვა რომ უნდა გავიდეს 500 ჯარისკაცი გერმანიიდან და რამდენიმე დღეში მერე თვითონ სხვა რაღაცა თემა ყოფილიყოს ითქვა რომ ამერიკის კონტინგენტი პოლონეთში უნდა გაძლიერდეს 500 ჯარისკაცით პოლონეთში და არის თუ არა ეს ის 500 ჯარისკაცი რომელიც გერმანიიდან უნდა გაიყვანონ იქიდან გამოიყვანენ პოლონეთში თუ რაღაცა დამთხოვები არ არსებობს რაღაცა სხვა როტაციას აკადგილი ხო ახლა მე ახლა არ ამჯერა ასეთი დამთხოვების რომ 500 ჯარისკაცი უნდა დატოვოს გერმანია და უნდა მეორე მხრივ იგივე რაოდენობა უნდა გაჩნდეს პოლონეთში როგორც დამატებითი ძალა ხო ამიტომ ესე ხდება ძალების გაძლიერება აღმოსავლეთ ფრონტზე ანუ აღმოსავლეთ ევროპის ფრონტზე მათ შორის ამერიკული ძალებისა ეს თავისი ნატოს ზღუდეების ასე ვთქვათ გასამაგრებლად და მეორე მხრივ ხდება რუსეთის და ბელარუსის ძალების და მათი მწვრთნების ჩატარება ბელარუსში აი ეს ერთი კონფლიქტის მხარე და ის რომ ტრამპი იძახის რომ აი კუბას უნდა დავარტყა ეს შეიძლება იყოს ორი ვარიანტი იმის მიხედვით რომ ჯარები და დიდი ძალები იქ არ კონცენტრირდება შეიძლება კონდეს დაგეგმილი ვენესუელას მსგავსი ოპერაცია აი როგორც ვენესუელაში მცირე ძალებით მაგრამ სპეციალური რაზმებით მოახდინეს მადუროს მოტაცება და ამერიკაში გადაყვანა დაჭერა ხო მე მგონი იგივე რაღაცა უნდათ განახორციელონ რაულ კასტროს მისამართი იმიტომ რომ რაულ კასტროზე გამოიცა
უკვე ამის იურიდიული საფუძველი შეამზადეს, გამოიცა განაჩენი, სასკიდო განაჩენი, რომ ბრალიანდება მას ამერიკელების მკვლელობაში, თავის დროს რაღაცა გემს შეუტია თუ რაღაცა თვითნავი ჩამოაგდო ამერიკული, ხო და იქ მშვიდობიანების იხდენო და როგორც მადურო გაიტაცეს, ალბათ ისე უნდათ რომ თუ გამოუვათ გაიტაცონ რაულ კასტრო და ამის მერე ასევე კუბაშიც ხავერდოვანი გზით მოიყვანონ თავის ჭკუის ხალხი თავისი ამერიკისადმი ლოიალური ხელისუფლება და ამით უკვე კუბაც ასე ვთქვათ ისე როგორც მთელი ამერიკის ჰემისფერო, აი ვთქვათ მონროს დოქტრინა, რომ ამერიკის ორივე ასე ვთქვათ მხარეზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში არავინ არ უნდა გაჭეჭანდეს არავის გავლენა. ამერიკამ განაცხადა და ტრამპმა განაცხადა და მათ შორის მარკო რუბიომ რა თქვა, ძალიან საინტერესო რაღაცა იყო, რომ კუბა ჩვენ გვიქნის საფრთხეს იმის გამო, რომ მას აქვს ურთიერთობები ჩვენს მოწინააღმდეგე ქვეყნებთან. იგულისხმება ჩინეთი და რუსეთი და ჩინეთი. და აი ეს არის საბაბი იმისი, რომ თქვან, რომ კუბა არის ჩვენთვის საფრთხე და კუბას ჩვენ მივხვდებით. მაგრამ თუ კი ამერიკაში შეუძლია თქვას, რომ კუბა არის მისთვის საფრთხე, იმის გამო, რომ კუბას აქვს კავშირი რუსეთთან, მაგალითად, ხო? მაშინ რატომ არ შეუძლია რუსეთს თქვას, რომ უკრაინა არის მისთვის საფრთხე, იმის გამო, რომ უკრაინას აქვს კავშირი ამერიკასთან. ან რატომ არ შეუძლია თქვას, რომ იგივე ფინეთი არის მისთვის საფრთხე, იმიტომ რომ ფინეთი გახდა ნატოს წევრი. ან არ შეუძლია თქვას, რომ მთელი ბალტიის ქვეყნები არიან საფრთხე რუსეთისთვის, იმიტომ რომ ისინი თავისუფლად ატარებენ თავის ტერიტორიაზე იმ დრონებს, რომელიც მე შეფრინდებიან რუსეთში და უტყამენ რუსეთ ქალაქებს, ხო? ამიტომ თუ გული საჩუბრად გერჩის, საბაბი რა საკითხავია, თუ კი ამ ხალხს უნდა დაგეგმილი აქვს დიდი ომის გაჩაღება, ამის საბაბს ისინი მონახავენ და საბაბის მონახვის გარეშეც კი დაიწყებენ, როცა საჭირო იქნება აი ამ გადარტყმების გაცვლას და ამაზე იქნება თქო უნდა ჩვეულებრივ უბრალო ხალხის კისერზე და თავზე და ზურგზე გადავა ეს ყველაფერი სამწუხაროდ და ყველაზე დიდი დაზარალებული ყოველთვის უბრალო მოსახლეობა ამ პროცესებისაგან. მაგრამ რავი, აბა ხა კუბაში როგორ გითხრათ, ახლა რაღაცა 300 დრონი იყიდა კუბამ რუსეთისგან და ჩინეთისგან, ის 300 დრონით რა ვიცი რა უნდა დაიცვას რა. რაღაცა ზღაპარი მგონია და იქნება თუ არა ეს ასეთი ლოკალიზაცია თქვათ შეზღუდული სახის ოპერაცია კუბაში რეჟიმ ჩენჯის მისნით. თუ არის შეიძლება მეორე მხრივ იყოს ეს უბრალოდ ყურადღების გადასატანი რიტორიკა. იმიტომ რომ ომის ხელოვნება რა არის? გადაიტანენ მტრის ყურადღება ერთ რაღაცას და დაარტყი მეორე ადგილას. თუ კი ისინი გადაიტანენ სოფლიო ყურადღებას კუბაზე, შეიძლება პირიქით დაარტყან ირანს. არც ეს არა გამორიცხული. რომ მოდუნდეს ყურადღება, ყველაზე გონოს ახლა კუბა არის შემდეგი რიგში და ირანი არ დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ ირანი არის დაუმთავრებელი საქმე და ირანში ადრე თუ გვიან, როგორც მე გითხარით, ეს კონფლიქტი და უკვე ცხელი ფაზა და საომარი ფაზა აუცილებლად განახლებული იქნება მათ შორის ისრაელის და ამერიკის ერთობლივი დარტყმებით, მათ შორის შეიძლება იყოს სწორედ იქ განხორციელებული სახმელეთო ოპერაციები გარკვეული კუნძულების და ნავთობის ინფრასტრუქტურის ხელშესაგდება. რატომ? იმიტომ რომ კუბა არ არის ნავთობის წარმოებელი, ხოლო ირანი კი არის ნავთობის დიდი მწარმოებელი, რომელიც დიდწილად აწვდის ნავთობს ჩინეთს, რომელიც არის ამერიკის მთავარი გეოსტრატეგიული მოწინააღმდეგე. შენovat გეცოდინება, რადგან ნატოს ვსაუბრობთ, არ მინდა ჯერ ამ თემას გავცდეთ და მე გადავალ ბევრად უფრო საინტერესო მაქვს ბოლოსთვის მოტოვებული, შენც გაქვს ამაზე რეაქცია და საინტერესო პოსტი გაქვს მიწყვლილი, მაგას ბოლოს დავიტოვებ. რა პლუსები და მინუსები შეიძლება ჰქონდეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში უკვე მეოთხე ტარდება სამხედრო სწავლება, რომელსაც ქვია ტროიან footprint, ანუ ტროას ნაკვალევი. როგორც ვიცით, ეს სწავლება უკვე 4 წელია იმართება და საქართველოს იღებს მონაწილეობას და ეს მიზნად ისახავს ამათი თქმით ნატოსთან ინტეგრაციის და დაახლოების და კომუნიკაციის და უსაფრთხოებას ისახავს მიზნად, ხო? ამ მოცემულობაში, როცა ნატოს ვამბობთ, რომ შეზუსტებულია, ცდილობენ რაღაც რუსეთის საფრთხეს გრძნობს ნატოს მოახლოებიდან გამომდინარე და ამიტომ აქვს უკრაინასთან ომი, ძალიან ბევრი ფაქტორია და რას ფიქრობ, რამდენად სწორია ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყანა იღებდეს ესეთ სწავლებაში მონაწილეობას, როდესაც სოფლიოში ამხელა გადაწყობა მიდის, რა პოლიტიკური თამაშები და შიდადინებებია კაცისშვილმა არ იცის და შე როგორც პოლიტოლოგი როგორ შეაფასებ ამ სწავლებაში საქართველოს ეს აქტიურ ჩართულობას? რა გითხრა, ჩვენ საუბარი გქონდა ქვეყნების და მათი გარკვეული სუვერენიტეტების დონეებზე რა, ამიტომ რომ ვთქვი, რომ აი საბოლოო ჯამში ხო, შეიძლება ცალკეულ ერთ აღებულ სუპერ გიგანტ კომპანიას, როგორიცაა Tesla ან რაღაცა Nvidia, უფრო მეტი ძალაუფლება ქონდეს, ვიდრე ცალკე აღებულ მაგალითად შვედეთს ან იმას რა ქვია, რა ვიცი რომ დავასახულო, ბელგიას ხო?
როცა საუბარია საქართველოს ასე ვთქვათ, ქმედებებზე და რა არის მისთვის კაი და ცუდი, ხო? მაშინ ჩვენ ჯერ უნდა ვთქვათ რა არის საქართველოს სუვერენიტეტის დონე და რა არის რომელ კლასში ვარ ჩვენ და საერთოდ ვარ თუ არა რომელიმე ასე ვთქვათ აი ამ ჯგუფში, სადაც შეიძლება ვთქვათ იმაზე ვისაუბროთ, რომ აი საქართველოს გვექნება და რაზე უარი მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიიღოს მონაწილეობა რაღაც სწავლებაში. გვეკითხებიან საერთოდ ჯგუფას თუ უკვე დიდი ხანია შექმნეს სტრუქტურები, რომლებიც ავალდებულებს საქართველოს და არის უკვე ხელშეკრულება, რომელიც ავალდებულებს საქართველოს აი ნატოს პარტნიორობა, აღმოსავლეთის პარტნიორობა, ხო რაღაცები, ხო გახელი რაღაცები მოწერილი, ხო? ხო. რომ როცა უნდა ამერიკას შემოიყვანოს თავის ჯარები მაგალითად და განათავსოს არის თუ არა ასეთი რაღაცა და გადაადგილოს საქართველოში, ხო და ვიგებთ თუ არა მონაწილეობას ნატოს დაპყრობილ ომებში როგორც იყო მაგალითად ერაყში ან ავღანეთში, ხო და ხოცეთ თუ არა ესე ავღანელები როგორც ისტორიულად ხარ ირანის აი ირანზე რო იძახიან, რომ აი ირანმა რაც ჩვენ გაგვიკეთა, როგორ შეიძლება რომ ახლა ირანს ხარ დაუჭო, როცა სპარსეთია საუბარი, ხო ეკა შაჰაბასმა რო შაჰაბას და მის მერე რო რაც შაჰაბასმა ავღანეთს გაუგეთა. სიტყვაზე გეუბნები რა და მოიცოდა ირანის არმიის ავანგარდი არ იყო საქართველოს ქართველი მეფე და ჩვენი მხედრობა, პირველი რო ეკვეთებოდა ხოლმე ავღანელებს და ჩვენ რო მუსავდით იმათ მეომრებს და აი ავღანელების სისხლია ქართველებმა არ დაუყარეს ავღანეთში ყველაზე მეტად. ანუ ესეც ხომ უნდა ვთქვათ რა, აი ჩვენ რო ვიძახეთ მაგალითად ირანზე რომ ეს რას გვიშვებოდა და ეს მაიმუნები. აი შენ თავი ჩააყენე ავღანელის ვთქვათ ადგილას რა, რომელიც თავის მთაში ცხოვრობს. ის ავღანელი პაშტუნი და ვიღაცა გიჟი ქართველი გამოხდა და მოკლა. იმიტომ რომ ავღანელი არ ემორჩილებოდა ირანს. ანუ შენ რა გითხრა რა, შენ არა მართლა ვაი ქართველო. შენ ვერ შეძელი შენი დამოუკიდებლობის შენარჩუნება ირანს დაემორჩილე ბოლო-ბოლო, ხო გადაგიარა მოგერია და დაუძახე ბაბაია. და იმას მაინც ასერჩი ის თავის დამოუკიდებლობის თავისუფლების იბრძვის ის ავღანელი. იმას აღაზე ეკლავ, რატომ მიდიხარ მის მოსაკლავად. ეს იყო ჩვენი ესე რა თქვა ყოველთვის აი როგორ თქვა რა ჩვენი ეს ისა რა რომ აი სხვის ომში რო მაგრები ვიყავით რა და სხვის ომში რო ესე იგი ბრძენები კი არა ვიყავით პეშკები, მაგრამ აი სამარცხვინოები ამხრივ რა ქართულები უნდა გითხრათ და ბოდიში რა ისტორიაში შეგეთქვა სხვის ომში უფრო ვაშკაცურად ვითომ ჭალებში იბრძოდნენ რომ სხვას რომ მოაწონო თავი და იქიდან მე მიიღო ხალათი და რაღაცა ჩინი და მედლები რა ისე იყო რუსეთის მეწარმოებულ ომში ისე იყო მანამდე ბიზანტიის მეწარმოებულ ომში და ასე გასაჯეთ მონღოლებიც კი როცა აწარმოებდნენ ომს ქართველები მიყავდა მილიონი ლაშქრობაში გულუდა ნარინი და იქ თავი უნდა გამოეჩინათ და ესე მაშინ ხოცავდით ავღანელებს მაგალითად ხო მაშინ ხოცავდით ავღანელებს ირანის ხათრით და ირანის იმის გამო რომ ირანის ქვეშორდომი და ირანის ნაწილი გახდა აღმოსავლეთ საქართველო ხო ქართლ-კახეთი ხო ფაქტიურად ესე გამოვიდოდა შესულები ვიყავით იმათ შემადგენლობაში და იმათ იმპერიაში და ვალდებულები ვიყავით რომ ჩვენი ჯარით ირანის შაჰის ბრძანებაზე რაღაცა გაგვეგზავნო მაგიტო იყო ქართველები ავღანეთში რომ მოვიდნენ მაშინ და რა შეიცვალა უბრალოდ სუზერენი ხო შეიცვალა უბრალოდ ჰეგემონი და შეიცვალა ჩვენი პატრონი ახლა უკვე ამერიკის მოწოდებით ამერიკის თქვა ბრძანებით ხოცეთ ასევე ავღანეთში და ჩვენი ხალხები ჩვენები ჩავხოცეთ თუ არა როგორც მაშინ ჩაიხოცა ჩვენი მეფე და თქვენი მისი ამალა ავღანეთში და ვინდა ერთმა ვერ გამოაღწია ქართულმა ცოცხალმა ხო ამდენი ახლა ჩაიხოცა გინდა ავღანეთში გინდა ერაყში აი ესა საქართველოს ესა ჩვენი სუვერენიტეტი და ესა ჩვენი მე საუბარი იმაზე რომ ჩვენ თუ გვაწყობს და ჩვენ ინტერესებში თუ არის რა არის ხალხო ჩვენ ინტერესებში ავღანეთში რომ ჩვენ ინტერესებში იყო ერაყში ჩვენი ხალხის გაგზავნა იქ რაღაცა ჩვენ რო დაგვშვიდა რუსეთი რო დაგვესხა თავს და ომი რო გაჩაღდა ჩვენი ხალხი იყო იმაში რა ქვია ერთი ბრიგადა ერაყში და ის ყოფილიყო საქართველოში რაღაც და მილიარდები დაზოგა ჩვენი ჯარისკაცების ხარჯზე და მათი ესენი ეძებენ და ჯარისკაცებს დამახინჯების ხარჯზე კობა არა მარტო ჩვენი იგივე ფუნქცია დააკისეს ახლა უკრაინას რომ ახლა უკრაინას უფრო მეტი ხალხი ყავს ვიდრე საქართველოს ხო და უკრაინა უფრო ეფექტური იქნება როგორც მათი ეს თუ მათი პროქსი ძალას გასამხედროებული რომ მათი ასე ვთქვათ დაკვეთები შეასრულონ და ეგ ძალის პროექცია მოახდინონ სადაც საჭიროა და ეგ თავისი საომარი კამპანიები აწარმოონ უფრო იაფად იმიტომ რომ უკრაინის სიკვდილი უფრო დაუждდება ამერიკელი განსახადი გამოხდეს ვიდრე ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილი ხო აი ამიტომ არის რომ ახაც იყენებენ იარაღა და ინსტრუმენტად რუსეთის წინააღმდეგ აი ამ საომარ თამაშებში მაგრამ რაც შეეხება იმას რომ ახლა ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა რაღაც კიდე უნდა მივიღოთ მონაწილეობა ნატოს წლებში ეს არაფერი ახალი არ ხდება ხო ეს არის ჩვენი სიტუაცია რომელშიც ვართ ბოლო 30 და მეტი წლის განმავლობაში რა და ის რიტორიკა რომ ჩვენ არ ვიომებთ ჩვენ არ რუსეთს ომში არ შევუერთდებით და ჩვენ ასე ვიზამთ და ისე ვიზამთ ხო რჩება რიტორიკად ხალხის თვალში რაღაცა ქულებს დააწერათ იმიტომ რომ რეალურად საქმეს რომ მიდგება ხოლმე მაშინ მაინც იძულებული ვართ და იძულებული არის ქვეყანა
იქაც ჩავიდეს, იმასაც ხელი ჩამოართვას, იმასაც ჩაეხუტოს, იმ ზელენსკისაც, იმ ევროპელებსაც, იმ ამერიკელ გენერლებსაც და იმ ნატოს შორის მიიღოს მონაწილეობა. იმიტომ რომ უკვე ყველაფერი თავის დროზე დაამყარეს იმათმა თავისი წესი და წყობა და ვითარება ამ ქვეყანაში რა. დასავლეთია საუბარი. ამიტომ ახლა იმის მცდელობა რომ რაღაცა კიდე ესენი 2 სკამზე და 3-ზე და 4 სკამზე იზრდნენ და თან ირანთანაც, თან რუსეთთანაც, თან რაღაცა დასავლეთთან და ევროპასთან და ამერიკასთან და ნატოსთან და რა ვიცი კიდე ვისა თურქეთთან და ყველასთან ვინაც აივლი ყველასთან ითამაშონ ისე რომ არც წვალი დაწონდა არ ჩამფური. მე კიდე ერთხელ გავიმეორებ. ამ წლის განმავლობაში და წლის ბოლომდე კიდე ერთხელ გავიმეორებ ამ ჩემპიონატს წლის ბოლომდე მოგვიწევს უკვე ცალსახად თქვა რომ ჩვენ ნატოსკენ ვართ და ნატოში შესვლის გარეშე მაინც ვიღებთ მონაწილეობას ნატოს ომებში, ის რომ ნატოს წევრი არ ხდებით და ვერც გავხდებით, მაგრამ მაინც ჩვენ თავს ვწირავთ, როგორც ასე თქვა, თავს გავწირავთ დალასამ ჩავეწირებით, ოღონდ მაგენი იყვნენ კარგად ჩვენი დასავლელები პატრონები, თუ ჩვენ ვართ რუსეთისკენ. ამის თქვა მოუწევთ. ან კიდე თუ ჩვენ ვართ ირანისკენ, შეიძლება ამის თქმაც მოუწიოს ისრაელისკენ თუ მოუწევთ პოზიციის დაფიქსირება ეს არ არის. ირანიც არ არის შორს და რუსეთი არ არის შორს და რუსეთი უკვე ალბათ რა ვიცი ბოლო ეს იქნება შანსი რომ ამიერკავკასიაში რა ვიცი აზერბაიჯანი რომელიც თუ მისი სტრატეგიული მოკავშირეა საკეთებს და მის მიმართ ქმედებს ეწობა ვხედავთ სომხეთი რომელიც მისი ნომინალურად არის მისი კავშირის წევრი თუნდაც ვქო ოდკბ და არის რაღაცა ევრაზიული კავშირის წევრი შოსის და ესა რასაკეთებს კი ვხედავთ პაშინიანი უსთან მიმართებაში და აი რამიცა რუსეთმა ეგრეთ წოდებულ ჭყალებში კეთილგანწყობილ პოლიტიკას და ეს მოთაფლის პოლიტიკას რომ აი ამდენი ხანი აი ამ ქვეყნებს აძლევდა თავის რესურსებს მაგალითად სომხეთს უფასო ფაქტობრივად უფასო გასთან ავტობს და შემდეგ ხო და რა ამითი რა მადლიერებას ელოდება ვინმეს. კიდე გეუბნები, კიდე გავიმეორებ ეს დებილი რუსები, ბოდიში რა ეს დებილი რუსი პოლიტიკოსები და ვითომ პოლიტიკოსები მე მგონი უფრო დაყენებული მარიონეტები, რომლებიც ფულის კეთებაში არიან მაგრები, ყველას დაიწყეს ომი და მთელი ის ფული რომელიც ხოდა ნაშოვნი, შავი ფული აი ამ გიგანტურ ციფრულ მაფიას გაათეთრეს უკრაინის ომით, შეერეს უკრაინის ომით და როგორც ამერიკულმა ელიტებმა გაათეთრეს ფული, ისე რუსულმა ელიტებმაც გაათეთრეს ფული და ომი მაგისტრის ორივე მხარეს აწყობს ხოლმე. მაგისტრის არის მოგონებული რომ ფულები აკეთონ და იყო თვითონ კარგად და ტკბილად და ამ ხალხს კიდე ხან აქეთ ამოხოცავენ, ხან აქეთ ამოხოცავენ, ვინაც არის აი მაგათთვის რასხოდნი მატერიალი, როგორც არის უკრაინელები, როგორც არის ჩვენი რუსები, არა მარტო რუსები, კაცო იქ 100 ეროვნების ხალხია, მარტო რუსეთში, კარაფია მარტო, რა ვიცი ჩამოთვალოთ რა რამდენი ვინა იაკუტია და ჩუვაშია და ბურიატები და ვიღაცები ხოცებიან ზირთად იმ ომში რო თქვა სიმართლე და აი საქართველოს მდგომარეობა არის ძალიან პრეკარიატის მდგომარეობა არის ძალიან ესე ვთქვათ სათუო და ძალიან ესე იგი რა ვქო მყიფე და ძალიან კითხვის გვეს იქამდეც კი რომ აი ის ნომინალური და ასე ვთქვათ ფორმალური სახელმწიფოებრიობაც კი რომელიც გვაქვს ქახალძე რომ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ჩვენი საზღვრები და ჩვენი ჰიმნი და ჩვენი რუკა და ჩვენი დროშა ესეც კი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ თუკი ისე გავაზრდებს ხო როგორც ახლა აკეთებს და აგზადებს ჩვენი ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება აი და ტვინიკოსებით რო არიან დაკომპლექტებული ყველა სამნიშნოები და ყველა დონეზე განაწყვეტილის მიღებები და ან უბრალოდ შემსრულებლები ვინაც ბრძანებს სხვა ცენტრებიდან ღებულობენ სამწუხაროდ ასეთი მდგომარეობა გვაქვს საქართველოში და ამას ეშველება მარტო თუკი ქართველი ხალხი ისევ აიღებს თავის თავში თავის სუვერენიტეტს და თავის თავზე თავის თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას და არ გადააბრალეს ვინმე პასუხისმგებლობას ვიღაცა ივანეს ვიღაცა პეტრეს ვიღაცა პავლეს და იმანის რატოქნა მიშამეს რატოქნა ედიკამის რატოქნა ზვიადმაის რატოქნა და რატო აქნა იმას რა შეეშალა ამას რა შეეშალა და ახლა ვინაცაა კიდე იმას რა ეშლება ხო არავინ ჩვენ თუ არ გავაკონტროლოთ და ჩვენ თუ არ მოიყვანეთ ჩვენი თავი და ჩვენ თუ არ ავიკეთ ჩვენ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა და როგორც ასეთი ასევე ჩვენ თუ არ ავიკეთ ჩვენ თუ არ გავხდით ჩვენ ქვეყნის პატრონები სხვები ყოველთვის გაგვიყიდიან ამ ქვეყანას და ჩვენც გაგვიყიდიან მათთან ერთად როგორც კი იყო საქართველოში ყოველთვის ტყვეთა წყილვა და მსგავსი პრაქტიკები და მოხდება ეს ახალი პანდემიის შემოგდებით მოხდება ეს რაღაცა ომში გარევით ქვეყნის ომში გაყვებით თუ მოხდება სხვა манипуляციებით მათ შორის ქართველი ხალხის კიდევ უფრო მეტი დაკაბალებით, ახალი ჯარიმებით, ახალი დაჭერებით, ახალი რაღაცებით რომ გააქციონ, ვინც დაჭა, ისინიც რომ გააქციონ ქვეყნიდან, ამას ეს უნდათ ალბათ და ინფაგრად შემოიყვანონ სხვები. აი მაგალითად ბირმინგემში აირჩიეს მუსლიმანი მერი,
ბოლოს ალბათ ამაზე უნდა გადასულიყავი. აი როგორც იქ აირჩიეს უკვე არის უმრავლესობაში მოვიდნენ მუსლიმანები და არა მარტო მუსლიმანები, პაკისტანელები, ინდოელები, ბანგლადეშები და ვიღაცები ბირმინგემში. დიდი ბრიტანეთის სიდიდ მეორე ქალაქში, ხო, ინგლისში, ხო? პაკისტანელი მუსლიმია და თან ინგლისური არის ისესიერად. პირველი ლოცვით გახსნა, მუსლიმური ლოცვით გახსნა, ხო? პირველი სიტყვა. ენაზე, ბატონო, ისლამის ყურანზე და ლოცვით ვიციკობა ამ თემაზე? როგორ ფიქრობ, მრავალკულტურიანობის გამარჯვება იყო ეს ახლა ბრიტანეთში ეს ფაქტი თუ ტრადიციული იდენტობის კრიზისი და რამდენად აჩვენებს ბირმინგემის მაგალითი იმას, რომ ევროპაში ძალთა ბალანსი უკვე მიგრანტულ თემებისკენ გადადის თავიდან ბოლომდე? შენახსენე ტერმინი მრავალკულტურალური საზოგადოება, ხო? მაგრამ აი ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი იდეოლოგია და ყოველი ასეთი ტერმინის მიმართ იმალება გარკვეული გეგმები, მიზნები და გარკვეული პროექტები და პროგრამები, ხო? და ის რაც იფუთება და ვთქვათ იფუთება, ესე ვთქვათ, მრავალკულტურალიზმის კეთილი და ჰუმანური იდეოლოგიით არის სინამდვილეში პროგრამა, პროექტი ყველა ქვეყნის და ყველა მოსახლეობის გაერთფეროვნებისა. რატომ? იმიტომ რომ აი ამ მულტინაციონალურ და ასე ვთქვათ ზესახელმწიფოებრივ მულტიკონცერნებს, როგორც არიან Nvidia, როგორც არის Tesla, როგორც არის Google, როგორც არის Facebook და ყველა დიდი ციფრული და არა მარტო ციფრული და ყველა ფინანსური მათ შორის ცენტრები, კაპიტალი, შეიძლება მათ აღარ ჭირდებოდათ ის ფასადური სახელმწიფოებიც კი, რომელიც დღემდე არის შენარჩუნებული. ანუ დავიწყებ მე საუბარი იმაზე, რომ დაივიწყეთ, რომ არსებობს ცალკეაღებული შენდე, ცალკეაღებული ამერიკა, ცალკეაღებული რუსეთი, ხო? არიან ყველანი მოთამაშეები და იმაცებით სხვა პროცესების და სხვა ასე ვთქვათ მფლობელები არიან უფრო მნიშვნელოვანი გავლენის მქონენი, ხო? და აი ამ ელიტებს უნდათ რომ პრინციპში უკვე ზედმეტი ბალანსი და ბალასტი არის მაგათთვის სუვერენული ბჭყალების სახელმწიფოები და მათი მმართველები და ასაკით მმართველები, თუმცა უნდა უხადონ ფული, ხელფასი აი ამ დებილებს, უსაჭირო დებილების ხედან, საქართველოს დებილების ხედან, ხო? და მიუხედავად ამ ფულის ხდისა და აი მათი გრიალისა, ესენი მაინც ეფექტურად ვერ ახორციელებენ მომიდგებას საქმესაკაზე იმ დავალებებს, რომელსაც მე ის ფულის გადახდელები აწვდიან, მაგალითად აი პანდემია ვერ გაქაჩეს ისე როგორც დააბარა იმან რა ქვია ბილ გეიტსმა და კლაუს შვაბმა და მათ შორის ტედროსმა, ხო? ვერ განახორციელეს ის შეკვეთები და ბოლომდე არ გავიდეთ. ამიტომ არაეფექტური როცა არის რაღაცა, როცა შენი რაღაცა მართლობის სისტემა არის არაეფექტური, ასაკეთებ. ხუპურის მცხობელს და ტაქსის მოთხოვ, პასუხს არა, პასუხს მოთხოვ იმას, ხო, ვინაც ზემოთ არის, ხო, ვინაც ზემოთ არის მომჯდარი და არის პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი. ანუ მოხდება ამ სისტემის შეცვლა და გადაფორმატება. და აი ამ პროცესს ემსახურება სახელმწიფოთა მთავარი ფუნდამენტის მორყება, რაც ქვია nation state, ერთ ნაციაზე დამყარებული სახელმწიფო. როცა იქნებოდა სახელმწიფოები, ის იყო მე-19 საუკუნეში, ხო? და მე-20 საუკუნეში გრძელდებოდა ეს პროცესი, ხო? ისინი იქნებოდნენ nation state-ის იდეოლოგიის პრინციპით, ანუ ყველა ნაციას ან ერს უნდა ქონდეს თავისი უფლება თვითგამორკვევის და აი თუ კი ერთი ერი კომპაქტურად სახლობს ერთ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, მაშინ შეიძლება ამ ტერიტორიას ვიცოთ სახელმწიფოებრიობა. იმიტომ რომ მანამდე იყო იმპერიები. რუსეთის იმპერია შეიძლება ყოფილიყო 1000-ზე მეტი ერი, მაგრამ პრობლემა არ იყო, ისევე ავსტრო-უნგრეთის იმპერია, ავსტრიაც იყო, უნგრეთიც იყო და ნახევარი ბალკანეთიც იყო კიდე იმას სერბეთთან და ხორვატიასთან. პრობლემა არ იყო რა. იმიტომ რომ იყო იმპერატორი, მეფე და მისი ქვეშევრდომები, მაგრამ აი ახალი პრინციპი იყო nation state, ანუ ნაციების და ერების სახელმწიფოებრიობა, მაგრამ რაღაცა მომენტში როცა ეს სახელმწიფოები აღარ დაჭირდათ აი ამ ელიტებს, ფულის პატრონებს, ესე ვთქვათ, ხო? მოიფიქრეს რომ მოდი რაღაცა ისეთი ვქნათ, რომ წაიშალოს ზღვარი, აღერიოს ხალხი ერთმანეთში. ეს ხდება რითი? გადასახლებით, მიგრაციული პროცესებით, ომებით და აი ამ ომის შედეგად დაძრული ტოლვილების ნაკადებით და მე იმის თქმით, რომ აი ჩვენ ხომ ჰუმანიტარული მისიით და მოსაზრებით უნდა შემოუშვათ ყველა ქვეყნიდან ტოლვილი გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, მე კიდე იმის დამურათება, რომ ჩვენ უადე კოლონიები ყავდა და ჩვენ ცუდი ბოროტები ვიყავით, ახლა ვითომ ახლა არიან კეთილები, მაგრამ ახლა ვითომ ინანიებენ ვითომ თავის კოლონიალურ წარსულს და ამიტომ ჩვენ ვალი გვაქვს, რომ აი იმ კოლონიური ქვეყნებიდან შემოვიყვანოთ იქ რა ქვია ლიბერიელი, კონგოელი, ზიმბაბველი და რა ბურკინა-ფასოელი მაგალითად, ხო? საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და ბელგიაში მაგალითად, ხო და აი ეს არის. და როდესაც უკვე გარკვეული ეთნიკური ჯგუფები და იქა ძალიან ბევრი მრავალი ეთნიკური ჯგუფები, არა მარტო მუსლიმანებზეა საუბარი, ხა ინდოეთიდან ბევრი სიქრი და ინდუისტი შეიძლება იყოს მათ შორის, მაგრამ თუ კი ერთიანობაში ისინი მოვიან უმრავლესობაში,
მაშინ შენ ვეღარ იტყვი რომ ეს არის უკვე ინგლისი უნდა იყოს ინგლისი, იმიტომ რომ იქ არის ინგლისელების ქვეყანა. იმიტომ რომ ინგლისელებზე მეტი გამოვიდა. ობა ბირმინგემში თვითონ კონკრეტულად მაგ ტერიტორიაზე 30%-ია მოსახლეობის მხოლოდ მუსლიმი, მეტი არა. მუსლიმი კი, მაგრამ მუსლიმის გარდა ესა ქვია ინდუსი და სიქხი და სხვა რელიგიის დათვალა ვინმე? მარტო მუსლიმს რატო ამბობენ? ეს ის მანიპულაცია არის, თეკლა. სტატისტიკაში ეგ იყო, აი რომ მოვიძიე. ო, მაგრამ მე რო შევადგინო სტატისტიკას, სადაც შევა ყველა დანარჩენი რელიგიის წარმომადგენელი გარდა ანგლიკანური ქრისტიანული ეკლესიისა, მან შეიძლება უმრავლესობაში აღმოჩნდნენ. და ალბათ აღმოჩნდებიან კიდევაც. არ აწყობთ ამისი თქმა, მაგრამ პროცესი ხომ მიმდინარეობს, ის ხალხი ხომ უფრო მეტ შვილებს აჩენენ და მუჰამედი ხომ მთავარი სახელია, რომელიც ეწოდება დღეს ბრიტანეთში დაბადებულ ბიჭებს და არა მარტო ბრიტანეთში. და აი ამ პროცესს ქვია ჩემო ძვირფასო მოსახლეობის გამოცდის პროცესი. ეს პროცესი მიმდინარეობს უკვე 10 წლეულია უკვე რაც ამაზე მუშაობ. მიმდინარეობს და ხალხმა ეს ვერ გაიგო, მაგრამ ფაქტი რომ დაგიდგებათ, ხო იქნება ფაქტი ჯიუტი რომ უკვე შენი ქალაქის მერი იქნება ის რა ვინც არის ხო საღაციდან და არა შენი ქალაქიდან და არა შენ ქალაქში დაბადებული და არა შენ ენაზე მოსაუბრე როგორც native speaker ხო მშობლიურ ენაზე მოსაუბრე და საქართველოს გამონაკლისი გონია და ამ სოფლიო და სხვა პლანეტაზე ვცხოვრობ და არა ჩვენ ხო იგივე ხო გაიტესტა საზოგადოების აზრი ეს იყო ეგ პრეცედენტი მერობის კანდიდატი კი ბატონო და აცი უფრო მეცაც იზამენ იმიტომ რომ საქართველოშიც ზუსტად ანალოგიურ პროგრამებს და პროცესებს ახორციელებენ როგორც დიდ ბრიტანეთში როგორც გერმანიაში როგორც იტალიაში როგორც რა ვიცი რა რომელი ქვეყანა ვიყოთ რა ნებისმიერი ქვეყანა ზოგიერთი მეტნაკლებად იცავდა თავს აი ორბანი ახერხებდა ასე თუ ისე თავის უნგრეთის დაცვას იქიდან რომ უნგრელები ყოფილიყო შიგით მაგრამ იქაც კი აი ამ ასეთ ხალხებს ტექნიკურად თუ გვიან ისინი მაინც ზემოდან ფულის პატრონები მაინც ახერხებენ მათ ჩანაცვლებას ზოგან არჩევნების მანიპულაციით იქ ფულების დახარჯვით ზოგან ვიღაცების საერთოდ რომ აუკრძალონ არჩევნების მოწყობა როგორც რუმინეთში აკრძალეს და იქ კიდე ასე ვთქვი მას კიდე მოლდავეთში კიდე ხო აუკრძალეს ვიღაცებს და დაიჭირეს კიდევაც ხო ახლა ხო და აი ესაა მათი დემოკრატია მაგრამ ხო ხედავ რომ ისინი თავისას მაინც გაიტანენ თუკი ჩვენ მათი წესებით ვითამაშებთ და თუკი ჩვენ გიგონება რომ ჩვენ არჩევნებში მისვით რაღაცა შევცვით ვერასოდეს ვერაფერს ვერავინ სოფლიოში ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა როცა არჩევნების გზით ხალხს რომელი ქვეყანაში რაღაცა შეეცვალა და რაღაცა თავისი უკეთესობისკენ შემოეტრიალები და უკვე იმაზე საუბარი არა რომ ძალაუფლება თავის ხელში შეაიღო და რაღაცა თავისთვის ქვეყნის საკეთო გააკეთებია რა. ამიტომ დაიწყო ხო უნდა გამოვიდეთ ამ სისტემებიდან. საერთოდ უარი უნდა ვთქვათ არჩევნებს მე თუ მკითხავ რა. აი ამ სატანისტურ რიტუალებში როგორიცაა ვითომ დემოკრატიის რელიგიის ფსევდორელიგიის ასე ვთქვათ რიტუალში არჩევნებში მონაწილეობა არის თავის მოტყუება და სამ ჩვენ თავის მოტყუებას თავს არ დავანებთ. მანამდე იქნება ეს პროცესები რომ მოხდება მოსახლეობის გამოცვლა საქართველოში. მოხდება ქართველი ხალხის გაგდება და გაყრა საქართველოდან და გადინება. მათ შორის ძალიან ესეთი შრომის უნარიანი და ინტელექტუალი მოსახლეობისა, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ უცხოეთში და ასე ვთქვათ თავისი ადგილი მონახონ, მოიპოვონ თავისი განათლება მიიღონ ან მიღებული განათლებით ფული გამოიმუშაონ და სამსახური მონახონ ხო და მათ მაგივრად თურქი სპასი ელკი ოსი ჩერკეზ ღლიღვი დიდო ქისტი ხო ყველა აი ამ ხალხის შემოდინება და ამას ქვია მოსახლეობის გამოცვლა და გარკვეული პუნქტის მერე უკვე არის უკან მობრუნების შესაძლებლობა უკვე აღარ არსებობს ფაქტიურად და ჩვენმა ახალმა პატრიარქმა შეუმესწამა მე მგონი სწორედ ამაზე ამახვილა ყურადღებას თქვა რომ აი და ხალხმა კიდე რაღაცა ზოგმა ვერ გაიგო ზოგმა ვიღაცა აზერბაიჯანმა ცუდად მიიღო მაგრამ ბიჭო, შენ თუ გინდა აზერბაიჯანი იყავ, მაგრამ შენ ხო ხარ ამ ქვეყანაში დაბადებული, ამ ქვეყნის მოქალაქე, ამ ინტერესებს გვაქვს. შენ ხო არავინ არ გეხებოდა პირიქით რა, ჩვენი ძმები ვარ და ჩვენთან მაცხოვრებელი ყველა ტრადიციულად მაცხოვრებელი ხალხი არის ჩვენი ძმები ბიჭო. შენ უნდა დაინახო რომ ბიჭო, ის ინდოელი და ის ჩინელი და ის არაბი და ის რა ქვია მას, პაკისტანელი, შენც შეგავიწროებს მე. როცა უმრავლესობაში მოვლიან. ჩვენ კი ვიყავით, თუმცა მაგრამ ეგენი არ იქნებიან შენი ძმები და ამიტომ გაიგე წესიათ ჩვენი პატრიარქი რას ამბობს და კიდე მე აგიხსნი მაშინ რა. ხო გესმის ქართული ჩემო ჩემო აზერბაიჯანელო ძმაო პატრიარქმა თქვა რომ ჩვენ ვიყოფებით უკვე ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე რომლის მეც ერი წყვეტს არსებობას როგორც ერი და მე გინდა პატრიარქი დაარქვი იმას კიდე პრეზიდენტი დაარქვი იმას საქართველოს აღარ იქნება და რაც კიდე ის უძახე ცალკეულ პიროვნებებს და ამას საჭირო არის შეწყდეს საჭირო არის ქართველები გამრავლდეს საქართველოში და ქართველი და არ მოხდეს აბორტები და ამაზეც კი ხალხმა კიდე ხა ქრისტიანობა თქვა რა გონიათ მართლმადიდებლობა ხა თუ კი ვინმე ეუბნა რომ მართლმადიდებლობაში აბორტი იქნება მისაღები როდესმე მაშინ ან მართლმადიდებლობა უნდა გაუქმდეს მისი არსებული სახით რა ან თქვენ ხართ რაღაცა სხვა პლანეტაზე დაბადებულები ამაზე კამათიც არ მინდა
ძალიან საინტერესო და მომწურავი პასუხები იყო გოგა შენი მხრიდან, უღმესი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის. თუ რაიმე მე მგონი აღარ დავრჩა ისეთი მნიშვნელოვანი რაც კვირის განმავლობაში მოხდა პროცესი მსოფლიოში და არ განვიხილეთ და არ ვისაუბრეთ ამ ყველაფერზე. დიდი მადლობა მაყურებელს, მსმენელს, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, ყველას დიდი მადლობა. დახმარებისთვის გაზიარება იქნებოდა ეს თუ მოდერატორობის ფუნქცია. დღესაც მან მივახცე გობა იმას და იმ შედეგს, რომ არ მჭირდება ადამიანების დაბლოკვა და ცენზურაზე გამოცხადება, რომ უზრდელობა ერთმანეთში გადაკიდებული კომენტარები და ლანძღვაგინება არ იყოს თქო და მადლიერი ვარ ამის გამო ჩემი მაყურებლის და მსმენელის. დღეს როგორც ყოველ პარასკევს მოისმინეთ პოლიტოლოგის ბატონი კობა კუპრაშვილის პოლიტიკური ანალიზი მსოფლიო პოლიტიკასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ყველა წერტილს ბოლოს მოვყავდით საქართველომდე თუ რამე იყო ჩვენთვის ტკივილი და განსახილველი ბოლო წერტილი არის ხოლმე საქართველო და მადლობა კობა ყველაფრისთვის შვიდობიან საღამოს გისურვებთ დაიმშვიდობე მაყურებელს და მადლობა შენთქმ და მადლობა ყველა ჩვენ მაყურებელს გილოცავთ ნიკოლოზობას და ჩვენ მარტო ცალკე აღებული რაცა უნდა პატრიარქი ყავდეს ღვთით გამბრძოლებელი ვერაფერს ვერ გვიშველის მარტო ცალკე აღებული ერთი პიროვნება პატრიარქი იქნება ის პრეზიდენტი იქნება ის თუ პრემიერ-მინისტრი იქნება და ვერც კობა კუპრაშვილი ვერ გიშველით მარტო ცალკე აღებული ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთობით და ერთიანობით გადარჩენა და რაღაცის მიღწევა ჩვენთვის სასიკეთოდ ხო ამისათვის საჭირო არის ერთმანეთისადმი მისასვლელი გზების მოპოვება და მოძიება და ხიდების გადება ერთმანეთის გულებს შორის საინტერესო და გულიანი სიტყვები იყო ნამდვილად. დიდი მადლობა. შვიდობიან სამყაროში შევხვედროდით ერთმანეთს. დროებით. ბატონ კობას მომავალ პარასკევამდე დავემშვიდობებით. მაყურებელს ხვალამდე. დროებით.